მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისეთი განცდა დამეუფლა, აი, სიმპათიურ გოგონას რო ელოდები პაემანზე და უცებ მისმაგვირათ, რომ არანაკლებ სიმპათიური, მაგრამ მაწვილი რომ მოვა. ქალბატონი ნინო ვარდოსაინძე იქნება 9 საათიანის წამყვანი და ნოდარ ჩაჩუა ჩვენი ჟურნალისტი შეცვლის მას. მოგესალმებით ნოდარ, რა ხდება ქვეყანაზე? მოგესალმებით ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს მე ნოდარ ჩაჩუა წარმოგიდგენთ. შინაგან საქმეთა მინისტრის სამეგრელოში სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს 1 საათში გააცნობს. ამ თემაზე დიპლომატიური კორპუსის ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ შეხვდა ამერიკის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი შოკირებული და გაოგნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს აღმოჩენილი ვიდეო მასალით. მისი თქმით, ვიდეოფირებზე ასახული კადრებში საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ბრიჯიტ ბრინკის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობილებას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომენდაციები არის იგივე ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. დღესვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამეგრელოში აღმოჩენილ წამების ამსახველ ვიდეო მასალას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მანო მერაბიშვილს, არამედ პრეზიდენტსაც ეკისრება. გამოძიების დეტალებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი რისი შეფასება შემიძლია, რომ იქმნებოდა საქართველოში მასიური სადიზმის ინსტიტუტები. და ჩემი აზრით აუცილებელია, რომ სამაგალითოდ გასამართლდეს მთელი ეს პროცესი, ინსტიტუტები, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში და ბუნებრივია ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ვარო მერაბიშვილის, მაშინდელი პრეზიდენტისაც, რომ ესეთი მასიური ტერორის და სადიზმის ინსტიტუტები შეიქმნა ქვეყანაში. I can say the ambassador and I are shocked and appalled. მე და ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც ჩვენი ინფორმაციით იმ ვიდეო კადრებზეა ასახული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიონ ვიდეოფირები. თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის საკითხია. ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. Strong support. დღეიდან იუსტიციის სახლებში საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა იწყება. მე-9 და მე-12 კლასელებს ატესტატების მიღება იუსტიციის 12-ვე სახლში და სერვისების სააგენტოს ფილიალებში 20 ივნისიდან შეეძლებათ. 31 დეკემბრამდე ატესტატი აბიტურიენტების იმ ნაწილისთვის იქნება უფასო, რომელმაც სკოლა მიმდინარე წელს დაამთავრა, ხოლო მათ, ვისაც დაჩქარებული წესით მიღება სურთ, ამ შემთხვევაში კი მომსახურება ფასიანია. წელს აბიტურიენტების რაოდენობა 52,000-ზე მეტს შეადგენს. მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიზნით დღეიდან იუსტიციის სახლი რესურსების გაზრდილი შემადგენლობით იმუშავებს. აქ გაიცემა მე-9 და მე-12 კლასის დამამთავრებელი ატესტატები. ატესტატები არის უფასო ყველა მოსწავლისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მათ სურთ დაჩქარებულად აიღონ ატესტატი, ამ შემთხვევაში არის ფასიანი მომსახურება. 1 დღეში ღირს 50 ლარი, მაგალითად 5 დღეში ღირს 20 ლარი. პროცედურა არის საკმაოდ მარტივი, 5 წუთი ჭირდება ატესტატზე განაცხადის გაკეთებას და მოსწავლემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ გამარტივდა პროცესი და ამ პროცესის განხორციელება შეიძლება ძალიან მოკლევადაში და ძალიან მარტივად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანური შეცდომები, რომელიც ატესტატის შევსების დროს იშვებოდა, როდესაც ეს ხდებოდა სკოლების მიერ, ეს არის მაქსიმალურად შეზღუდული, რაც ნიშნავს ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლეები იღებენ ატესტატს და მასში ფიგურირებდა შეცდომა, გამოსწორება კიდევ დამატებით პროცედურა სკოლის ხმობდა. აქედან გამომდინარე სისტემა დახვეწილია. თბილისის მერიოში გაიმართა საერთაშორისო დონორთა კონფერენცია ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ. კონფერენცია შეერთებული შტატების მხარდაჭერით ჩატარდა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა გახსნა. მისი თქმით, ბირთვული ნივთიერების კონტრაბანდა სერიოზული საფრთხეა ორივე ქვეყნისთვის. შეხვედრაზე იმ პროგრესის შესახებ იმსჯელეს, რომელსაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მიერ მიღებული ორმხრივი დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით მიაღწია. აღნიშნული დოკუმენტი ბირთვული ნივთიერების კონტრაბანდასთან ბრძოლის საქმეში საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. I'm very happy to be here today representing კონფერენცია ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ ამერიკის მთავრობის ორგანიზებით ტარდება. ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდა ეს არის სერიოზული საფრთხე შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვისაც. კონფერენციაში ჩვენ განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო მიაღწია ამ მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ იმ სამუშაოებზე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა.
ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მე-11 ფორუმზე. ლიდერობის საკითხები, ბიზნესი და პოლიტიკა, როგორც ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ძალა. ფორუმი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გაიმართება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე 100-ზე მეტი ლიდერი პოლიტიკოსები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელია და პლენარული სესიის თანაწამყვანი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რათა წარადგინოს საქართველოში მიმდინარე პროცესები, ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხებზე, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. აქციის ფარგლებში გაიღეს სისხლი გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე გურჯაანში სტომატოლოგიური კლინიკა ეზდენტის ინიციატივით ექიმებმა კახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიტო ცინძაძის ფონდში გაერთიანებულმა რეგიონის ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს. სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრა. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისთვის კი ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, რის შემდეგაც თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. ჩაბარებული სისხლი დღესვე იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკს გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მცირედი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების სიცოცხლის გადასხმაზე, ძალიან უჭირს. მთლიანად კახეთის საპატრულო პოლიციის პირადი შემოქმედება სად არის და აბარებს ეს. თბილისში უკვე ჩავატარეთ მსგავსი აქცია, გაიღეს სისხლი, გადაარჩინეს სიცოცხლე. დღეს უკვე ვარ კახეთში, გურჯაანის ფილიალში ვატარებ მსგავს აქციას. ჩვენთან არის შემოერთებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამმართველოს მთლიანი სამსახური, რისთვისაც დიდ მადლობას. Შალვა, ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული ამბების მოკლე მიმოხილვა. მესხეთის საინფორმაციო სამსახური 1 საათით დაგემშვიდობებათ. მოგესალმებით, ძვირფას უთელმაყრილო კიდევ ხელახლა და სტუდიაში გადმოვედით ელისო ჩაფიძე, ჩემი მეგობარი. ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის წევრი, როგორ ახარ ელისო? კარგად გამოიყურე. მართლა. როგორ არის საქმეები? კარგად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება და ჩვენ როგორც წესი სხვადასხვა შვილი გახლავთ, ჩემთვის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და ძალიან ისეთი სანდო, კარგი ადამიანი, რომელთანაც ვფიქრობ, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად არასოდეს არ მექნება პრობლემა. მესმის ახლა შენ რაზეც მეკითხები განათლების შესახებ კანონს. ხო, იქ ერთი პრობლემა იყო ყველაზე მეტად, რომელიც წავედ განიცადეთ იმ ოცნების წევრებმა, რომელსაც არ მიესწრა ეს არის პრემიერ-მინისტრის მიერ დროებითი რექტორის დანიშვნის თემა, რომელიც განხილვადია და როგორც ვატყობ, ჯვარი არავის არ აქვს დაწერილი ამ პუნქტზე. მე ვფიქრობ, რომ არც არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა დემოკრატიის ფარგლებში, ვიღაცებმა თქვეს სხვა აზრი და უბრალოდ ჩვენ შეჩვეული ვართ რაღაცნაირად ეს სტერეოტიპი გვაქვს. რომ აუცილებლად უმრავლესობა იყოს მონოლითური. ყველა შემთხვევაში ყველას აზრი უნდა გაიზიარო და არასოდეს არ ქონდეს და სხვა შესწორებები რამდენად მე ვიცი თქვენ იმდენად ბევრი არ აქვს ხო ამ კანონში. იცით რა, მე ზოგადად იცით როგორი ხედვა მაქვს ამ საკითხის მიმართ, რომ ის ცვლილებები, რომლებიც დროდადრო შემოდის ხოლმე განათლების კომიტეტში, განათლების სისტემასთან დაკავშირებით, არ არის ჩემთვის მიმანიშნებელი თუ რა გზით მივდივართ ჩვენ და რა ტიპის რეფორმის ჩატარებას ვაპირებთ. საზოგადოება ქართული ოცნებისაგან თავისი წინასაარჩევნო პროგრამის შესრულების კუთხით ელოდება სწორედ მწყობრად ჩამოყალიბებულ რეფორმების პაკეტს, რომელიც არ შეეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას. შალვა, ჩვენ გვაქვს აი ამ სფეროში უდიდესი პრობლემები, დაწყებული საკადრო საკითხებიდან, დასრულებული იმით, რომ ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი არის ქვეყნიდან გასული. და ამ თვალსაზრისით ჩვენ მხოლოდ აი რაღაც ცოტა ფრაგმენტები შემოდის, გაგვიგრძელეთ მანდატურის უფლებამოსილების ვადა, გავაგრძელოთ სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილების ვადა, გავაგრძელოთ განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი. ესე ვიტყვი მაშინ. მე უკვე რამდენიმე თვეა ვსაუბრობ იურიდიულ დეპარტამენტთან, ბატონ გიორგისთან, ყველა პასუხისმგებელ პირთან, რა თქმა უნდა და კომუნიკაცია გქონდა ამ კანონ პროექტთან დაკავშირებითაც. ეს არის სრულიად ჯანსაღი პროცესი, რომ ჩვენ გვჭირდება მწყობრის სისტემა. მე ვფიქრობ, რომ ის
კოსმეტიკური იქნება პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს თუ არა, ჩვენ თვისობრივად ქართულ განათლების სისტემას ვერ გარდავქმნით. არის ძალიან დიდი პრობლემები. ჯერ ამ უნივერსიტეტებში უნდა დააბრუნონ ის პროფესორები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ გაძევებული ბოლო 9-10 წლის განმავლობაში. უნივერსიტეტებში არის საგანგებო ვითარება. ახერმოძმა ახალმა ეროვნულმა მოძრაობამ, მე ასე უწოდებ ნაციონალურ მოძრაობას, მოახერხა და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა დანიშნა რექტორად აირჩია ბჭყალებში, მაგრამ და აკადემიურ საბჭოებშიც არ გვაქვს კარგად საქმე. ამიტომ ლოგიკა არის იმაში, რა კანონებიც ამ კუთხით შემოდის. სხვა რამ მინდა გითხრა. თავისთავად არ შეიძლება კმაყოფილებას არ იწოდოს ის ფაქტი, რომ ხელფასები მოემატა მასწავლებლებს, ის რომ ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრი ღარიბი, ნაკლებად შეძლებული ყველა ნაკლებად შეძლებული საბავშვოები რომ უფასო ხდება და ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და ხალბატონი თინა ხიდაშელის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი სკოლა რემონტდება წელს დაიწყება ახლა. გიორგი მარგველაშვილი იმედია გახდება პრეზიდენტი და სხვას ჩაევარება. მე ამაში ეჭვი არ მეპარება რომ გიორგი მარგველაშვილი გახდება პრეზიდენტი. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება მის შემდეგ და ვინ გააგრძელებს აი იმას, რასაც სოციალური გაუმჯობესებით აკეთებდა. პირველი ნომერი მე მაინც მიმაჩნია რომ ნებისმიერ ჩვენი თანამოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, თორემ ზოგადად თეორიული კამათები კარგია. დღეს ახლა სხვანაირი ფორმატით ვაკეთებ ჩვენს გადაცემას. 40 წუთის შემდეგ უნდა წავიდე შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვნახო ის კადრები. აი საშინელი კადრები. რომელიც ამოიღეს სამეგრელოდან სამალავიდან. შენ არა გაქვს ნანახი, ხო? არა მაქვს ნანახი და სიმართლე რომ გითხრათ, ნახვას არც ვაპირებ, თუ კი არ იქნება ამის აუცილებლობა. იმიტომ რომ მორალურად ყველა ადამიანს აქვს უფლება, მე მგონი რომ საკუთარი შინაგანი სამყარო არ დაიბინძუროს იმ საშინელებით, რასაც ჩადიოდა ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, თუნდაც აი ეს ქალბატონი ხათუნა, კალმახელიძე და ასე შემდეგ. ანუ მთელი ეს სიბინძურე არის ის რის გამოც. აი კარგია რომ ამას ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აქვს. ძალიან კარგი, მაგრამ ასეთი ტიპის დირექტივები შეიძლება წამოვიდეს საზოგადოების მხრიდან. არსებობს იგივე ამერიკის ელჩის განცხადებაც დღევანდელი, რომ ეს ფაქტები უნდა იყოს აუცილებლად გამოცდილებული. ჩვენ მიჩვეული ვართ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ზოგადად საუბარს იმაზე, რომ ქვეყანაში არიან აგენტები, აგერ ნინო ბუჟანაძეს და მის ოჯახის წევრებს დაუძახეს გრუს სპეცნაზის შემოყვანი და ასე შემდეგ. თუმცა არანაირი პრაქტიკული ქმედება მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივად და სხვა ნაირად წილად ბედნიერება რომ რუსეთის აგენტი ეწოდებინათ ჩემს. მაგრამ ჩვენ სხვა ხელისუფლება გვინდა ახლა. აი ახლა შენ ლაპარაკობ იმაზე, რომ ამ ყველაფრის შემკვეთი ადამიანის წამების გაუპატიურების შემკვეთი პრაქტიკულად ამ რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი. თუმცა ჩვენ კოჰაბიტაციის რეჟიმში ვართ. ესე იგი შენ რას გვთავაზობ? შენ როგორც მართველი ძალის წარმომადგენელი, კოჰაბიტაციაში ხარ მწამებელთან? ერთ ვარიანტში ამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ რეჟიმის შექმნელი, რომელიც აუპატიურებდა ხალხს და მეორე ვარიანტში ამბობ, რომ კოჰაბიტაცია საჭიროა და რაღაცნაირად უნდა ეს მივიყვანოთ და თქვენი პარლამენტის მოდი რა ორი რამე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ხელმძღვანელმა უსუპაშვილმა თქვა, რომ დემოკრატიული ამოცანა არის ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება. რა ხდება რა? რაღაც მე ვერ ვიგებ. ნაციონალურ მოძრაობაში არიან დამნაშავეები და არიან უდანაშაულოები. თუმცა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც აშკარა სიცრუეს გულუბრყვილო სახითა და ესეთი სრულიად რესპექტაბელური გამომეტყველებით ამბობს, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაშე მაინც უნდა დადგნენ. მე ისევე როგორც გიორგი მარგველაშვილთან, ხანდახან ბატონ დავით უსუფაშვილთანაც მაქვს ხოლმე განსხვავებული აზრი მიუხედავად ამისა, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები 8 მარტს თუ არ ვცდები, ბიუროს ხდომაზეც დავაფიქსირეთ, სადაც ბატონმა დავითმა მე მისაყვედურა რაღაც პარლამენტის თანამშრომლებთან დაკავშირებული ისტორიის გახმაურება და კონკრეტულად ის თუ ვის
ინტერესების სამსახურში იდგნენ, აპარატები ემსახურებოდნენ უღრმესი პატივისცემის მიუხედავად ერთ კონკრეტულ პარტიას, თუ ისინი იყვნენ ოდნავ მეტნაკლებად პოლიტიკურად ანგაჟირებულები, მაგრამ მე მესმის, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა, ის გახლავთ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის პარლამენტის თავმჯდომარე და მას უფრო დიდი როლი აკისრია, ვიდრე ქართული ოცნების ერთ-ერთ წარმომადგენელს ამ შემთხვევაში ელისო ჩაფიძეს. მე არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას, ალბათ მეც მექნებოდა ეს ვალდებულებები, ვილაპარაკებდი რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასე შემდეგ. თუმცა მე პირადად ამ როლში ყოფნის სურვილი კი არ გამაჩნია, უბრალოდ ვცდილობ წარმოვიდგინო და ავხსნა, რომ ჩვენ სხვადასხვა კუთხიდან ვუყურებთ ამ მოვლენებს. პასუხი გამძე. კიდევ ერთხელ დავსვამ მაგ შეკითხვას. მინდა თუ არა დამნაშავე სააკაშვილთან კოჰაბიტაცია. ხო, ანუ აი უყური როგორი თემა, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობის სახეებია, ნაციონალური მოძრაობის. მე მინდა რომ სააკაშვილი მშვიდობიანად წავიდეს საქართველოს. დავამთავრებ შეკითხვას და მიხვდები რას გეკითხები. არავის არ უნდა ომი და დავიდარება, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ. ჩვენ ხედავთ რომ ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტურად ყველა წევრი, ვინც არის, არც თუ ემიჯნება სააკაშვილს და მერაბიშვილს, ახალაიას და ასე შემდეგ. არამედ ამბობენ რომ დიახ, ეს არის მათი პარტია, ისინი არიან მათი ლიდერები და მათ ქვეყანა წინ წაიყვანეს მიუხედავად ცალკეული შეცდომებისა. ანუ ისინი არ ემიჯნებიან ამ ძალადობას, ისინი არ ემიჯნებიან ამ წამებას. ამბობენ რომ ცალკეული შემთხვევები ვიღაც სადისტების ვანო მარიცოდა, სტალინ მარიცოდას მსგავსად რა. მაგას ამბობენ ეგენი. თქვენ ამბობთ ჯერათ მე შალვა. რა თქმა უნდა არა. თქვენ ამბობთ და შენ ამბობ და სწორადაც რომ არა მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას მის თითოეულ წევრს რომლებიც არ გმობენ ამ ყველაფერს ინსტიტუციონალურად და სისტემატურად მათ უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურად. კი ბატონო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში, იყვნენ შემკვეთები და მათ სისხლის სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი. რაღაცნაირად კოჰაბიტაციაში. მიხვდი პრობლემა რაში? ხალხს გარკვეულ ნაწილს ეს არ ესმის. არ ესმის, როგორ შეიძლება მეც გამიჭირდებოდა ამის გაგება. შეიძლება თქვენ იჯდეთ ერთ დარბაზში, რაღაცებზე ბჭობდეთ, ისინი გამოდიოდნენ ასეთი მშვიდი სახეებით. იმას კი არ ვამბობ, რომ მაინდა-მაინც უროჩასხით თავში, მაგრამ თქვენ მკვეთრი კრიტიკით ზოგიერთი თქვენი წევრი და თქვენად არ გამოირჩევით. ეს ამიხსენი, რატო ხდება? ვიღაცას ხარკს უხდით, დასავლეთს თუ რა არის, აი ხალხ უთხრათ რა ხდება რა. შალვა, ეხლა გეტყვით პირადად ჩემს პოზიციას. როდესაც იმ დარბაზში ვზივარ, იმ მხარეს, ვინც მყავს, ანუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და სხვათა შორის ჩემს მხარესაც რამდენიმე ადამიანი, არის ასეთი ხალხი უმრავლესობაში, იმდენი რამე მithქვამს და დამიწერია მათი საქმიანობის შესახებ, მათქმევინეთ ბოლომდე თუ შეიძლება თქვენ კითხვის დასმას ხომ. სენსაციური განცხადებაა, ვინ არიან უმრავლესობაში ისეთები, რომელსაც ადარებთ რაღაცნაირად ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ ვადარებ, მაგრამ უმრავლესობაში ძალიან ბევრი ადამიანია და ყოველას ცხოვრების განვლილი გზა თანაბრად ჩემთვის მისაღები არ არის. არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ადამიანს კონდეს შენ რომ მე მის გვერდზე ვერ დავდგები, თუნდაც ბიძინა იყოსო. შენ ახან იქ ხარ, ეს კითხვის ნიშნები გადახაზულია. ამას არ ვგულისხმობ. ალვა ამ შემთხვევაში პოლიტიკურად კოლეგა რომელიც ადრე რაღაცას აკეთებდა ისეც რაც მე სასტიკად არ მომწონს და ეხლა რო უყურებ მაინდა-მაინც ეხლა მასთან დიდი მეგობრობა არ მაკავშირებს. Δεსაც ჩვენ ვიკრიბები ცალკე ჩუმად და თქვენს ეთერში არასდროს არ განვაცხადებ ამასთან დაკავშირებით. და არის ხედვები, რომელსაც მე ბოლომდე დავიცავ. თუმცა ეს არ არის ჩემს შეკითხვაზე პასუხი. მე მაინტერესებს აი ხალხს რა უცხო. რა გაინტერესებს? მე ვარ თუ არა კოჰაბიტაციაში ნაციონალურ. მე არავით არ კოჰაბიტაციაში, არა ვარ ნაციონალურ მოძრაობასთან. შენ როგორც კოალიციის წევრი ხო ხარ? შენ პიროვნულად არ ვიცი, მაგრამ დამოუკიდებელი ხო არა ხარ რა? გუნდში ხარ. რა თქმა უნდა, გუნდში ვარ.
რომელიც ცდილობს ცივილიზებული ურთიერთობა გქონდეს მეორე მხარესთან. არავითარ შემთხვევაში ჩემს 4 ან 5 წუთს არასოდეს ცხოვრებაში არ გამოვიყენებ იმისათვის, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან თავი მოვაწონო ვიღაცებს და ვიქნიო მუშტები და ვამტკიცო როგორი ცუდია ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები საზოგადოებას უკვე შეფასებული ჰყავს, მათ შესახებ ინფორმაცია იციან, არის კონკრეტული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ჩემამდე რაც მოვიდა ინფორმაცია გადავცე შემდგომი კვლევისათვის ჟურნალისტებს მათი დანაშაულებრივი საქმიანობის პრივატიზებული დაუშვათ საავადმყოფოების თუ ძალიან ბევრი იმ საქმის შესახებ, რომ თუნდაც პარლამენტიდან დახარჯული სახსრებისა და თანხების შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი. თუ კი ისინი 50,000-60,000 ევროს ხარჯავდნენ თავიანთი პირადი კეთილდღეობისთვის იმ დროს, როდესაც საქართველოში შიმშილით, უპენსიობით და ასე შემდეგ ადამიანები იღუპებოდნენ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცემდეს ამის შესახებ. რაც უფრო მეტად გამჟღავნდება ეს საშინელი ფაქტები და არა მარტო ეს ფაქტები, არამედ დაუშვათ იგივე რანგის დანაშაული, რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ყველა ვნახეთ მიხეილ სააკაშვილი როგორ ხარჯავდა ხანძინის ფულს, ხო? მე ეს ხომ სამარცხვინო. ხო, რაც უფრო მეტად გამჟღავნდება ეს ფაქტები, მით უფრო პრობლემური იქნება უმრავლესობისთვის რაღაც ადამიანებთან, რომლებიც თან იხდიბარს არ იტეხენ და იძახიან, რომ არა, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ კარგ ქვეყანას ვაშენებთ და ასე შემდეგ. თქვენ გექნებათ უკვე პრობლემები პიარის და რეიტინგის თვალსაზრისით. არა ვარ მართალი. რაც უფრო შორს წავა ეს პროცესი. დიახ, აქ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გამოსავალზე. რომელიც რას მე მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არ მომწონს, ვითმენ და ეს არის ჩემი თმენის ვალდებულება, უმცირესობის ყველა წევრის განცხადებას და ბევრი მათ მიერ გამხნევებული ბრჭყალებში მოქალაქის დაუშვათ პროვოკაციულ გამოხდომებს. ერთ-ერთი ქალბატონი მაგალითად, რომელიც ტყიბულის რაიონში სერიოზულ სკანდალებს აწყობდა ჩემს წინააღმდეგ, გამოვიკვდეთ არჩევნების შემდეგ, რომ ჩვენ არ შევასრულეთ დანაპირები და რაღაც, მოკლედ სერიოზულ სკანდალებს, როდესაც იყო ტელევიზია ან რეგრესის პენსიების დაბრუნების თემა, ან სხვადასხვა საქმიანი შეხვედრები პარლამენტის წინ გამართული სცენები. ეს ადამიანი გახლავთ ტყიბულის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ძალიან ახლობელი ქალბატონი და მისი ოჯახის შემოსავალი ქალბატონისა, რომელიც პარლამენტის წინ ფულის მიცემას მთხოვდა და პრინციპულად რა თქმა უნდა ეს არ გავაკეთე, გახლავთ 3,000 ლარამდე. ალბათ დასკვნები თქვენ თვითონვე უნდა გააკეთოთ, ხო? რა ხდება და როგორი ტიპის პროვოკატორებთან შეიძლება ჩვენ გვქონდეს საქმე. თუმცა ეს ამ სიტუაციაში ალბათ ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა ვადამდელი არჩევნები, რომ რეალურად წარმოჩინდეს ის. იცით რა, მე ვფიქრობ თუ არა, ალბათ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან დიდი გადაწყვეტილება. თუმცა რო დაისვა საკითხი შენ ემხრობი. არ ვარ ნამდვილად ამის წინააღმდეგი, უბრალოდ რამდენად მექნებოდა სურვილი რომ დიპლომატიური და პოლიტიკური ლაპარაკი იცი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ჟურნალისტიდან ეს სწრაფად ასეთი ნიჭიერი პოლიტიკოსი დადგეს, არ ვიცი პირდაპირ. მადლობ, შალვა. უბრალოდ მე არ ვიცი რამდენად მექნებოდა სურვილი ამ ყველაფერში მონაწილეობის, იმიტომ რომ როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ჩვენ შევებრძოლეთ და დავამარცხეთ, მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი მისია შევასრულეთ ამ პროცესში და შეიძლება მქონდეს უფლება რომ საქმიანობა სხვა სფეროში დიდი მადლობა, ელისო ჩაფიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეხლა გოგი ხაინდრავა შემოვა ჩვენთან სტუდიაში. გოგა ხაინდრავა მოვიდა ჩვენთან სტუმრად, ჩვენ 20 წუთში უნდა მოვურჩეთ სამწუხაროდ საუბარს, რომ მივდივარ იქ, რომ ვნახო ეს პირები. რა თქმა უნდა ძალიან ძიმე იქნება ამ ფილმების ნახვა, მაგრამ ვინღაცამ უნდა აღწეროს ის რაც ხდება და ვიღაცამ უნდა უთხრას ხალხს. მე მგონია რომ საერთოდ ბუნებრივია იმ კონფიდენციალურობის დაცვით მაქსიმალურად, მაგრამ უნდა ნახოს ეს საზოგადოება. ეს არ შეიძლება რომ არ ვნახოთ. ეს ისეთი სირცხვილია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისეთი უბედურებაა ჩვენ თავს დატეხილი, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს ვისთან ქონდა საქმე, რა მანიაკებს ქონდათ ძალაუფლება ხელში და როგორ მანიაკურად იყენებდნენ ამას. ამის არ ნახვა როგორ შეიძლება. ეხლა თქვენ მე დღეს მივეცი კომენტარი, რომ ნამდვილად ვენდობი იმ ჯგუფს, რომელიც ამას ნახავს და გადაწყვეტს უნდა ნახოს თუ არა ხალხმა. მე მაინც გონია რომ უნდა ნახოს. არა, ჩვენ არ წყვეტ ამ ამბავს, მაგრამ მოსაზრება ხო გექნებათ ამას.
თქმა უნდა, თუმცა სულ ვფიქრობ იმაზე, რომ რა მომენტში გადაწყვიტეს, რომ მორჩა რა, აი ასეთ რაღაცების კეთება შეიძლება. თავიდან ალბათ დამეთანხმები, რომ ეს ასე არ იყო. როდის დადგა მათ ტვინში ის მომენტი, როდესაც თქვენს რომ ყველაფერი შეიძლება. აი შენ კინოს ძალიან კარგი მცოდნე და მოყვარული ხარ. მე პაზოლინის ფილმს გაგახსენებ სალოს. ხო. რომელშიც გენიალურად არის უბრალოდ აღწერილი ამ ძალადობის მეტამორფოზები და როგორ გადადის ძალადობა გარყვნილებაში და პირიქით. და ეს ხდება იტალიის იმ ეპოქაში, როდესაც უკვე დუჩეს რეჟიმი კვდება. აი ეს უკვე აი ამ ფილმიდან გამომდინარე ძალიან ბევრ პარალელს ვავლევ სხვათა შორის. აი როდის მოხდა ეს არის საინტერესო. მე მგონი 6 წელში მოხდა გადატეხა 2007 წელში თუ ომის შემდეგ 2007 წელში დაიწყო უკვე ეს 2007 წელში, იმიტომ რომ პირველად იგრძნეს საფრთხე მიხვდნენ რომ საზოგადოებამ ზურგი აქცია და ნებისმიერი მეთოდების ცდილობდნენ დაჭერას. ეგ უკვე პათოლოგია, მინდა გითხრა რა. ეგ პათოლოგია ხა მეგის კარდავა რომ პათოლოგია ამას ლაპარაკი რა თუნდა. ხა ჩემთვის ორი აზრი არ არის არც ახალაებთან და არც მეგის კარდავასთან და არც ლანო მერაბიშვილთან მიმართებაში. იმიტომ რომ მე დანამდვილებით ვიცი რომ ამ ფირებს ციხის კადრების ფირებს უყურებდნენ მიშას კაბინეტში. მიშა პირადად უყურებდა რა თქმა უნდა. ეს მისი ვნებების დაკმაყოფილებაა ბიჭო. ეს მთელი კამპანიები რომელიც აქ დაიწყო ვითომ ქურდულ სამყაროსთან ანგარიშის გასწორება. ეს ბოკერია, სააკაშვილი და რურუა ასწორებდნენ ანგარიშს პირადულს, თორე ისევ ის სისტემა დატოვეს. საქართველოში მუშაობდა ქურდული სისტემა, ოღონდ სახელმწიფო სისტემა გახდა. ხო, სახელმწიფო სისტემა გახდა. აბა რა არის ეს მოტაცება, გაუპატიურების ინსცენირება, ეს სადაური გაუპატიურება ქურდულში არის. ციხეებში როგორ არის? არა, ეგ მესმის, მაგრამ ესე როგორ არის რამდენი კაი ბიჭი დაიჩაგრა მხოლოდ იმის გულისთვის რომ ვიღაც ვიგინდარას შეხვდა და იმან ხელი დაარტყა, ამან ხელი შეუბრუნა და ამის გამო იქ გააბოზეს უკაცრავად როგორც ეძახდნენ. ეს იყო სუფთა აი სისტემა, საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული სისტემა, რომელსაც თავის დროზე მოიხმარდა ბოლშევიკური მთავრობა, სტალინი, მერე გადმოვიდა ნელ-ნელა საბჭოთა საქართველოშიც მხარობდა შევარდნაძის დროსაც და მერე ამათთან გადმოვიდა და ამათ რაც ქნეს ეგეთი არავის არ უქნია. ცირეკიძე ერთი იყო რა, იმისი რა ქვია, გუბერსკის ციხეში და ყველა იცნობდა. აქ ცირეკიძეების მთელი ის გამოიყვანეს რა ქვია, ხო? ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ აი ისევ ფილმის ანალოგია რო გავაკეთოთ კინოხელოვნებიდან რო გამოდით რომელიც სიმართლეს ყველაზე კარგად ამბობს ყოველ შემთხვევაში ყველაზე კარგად აჩვენებს ხო კარგად ამბობს ხო ხედავ და ხვდები რა და მე აი სალოს გმირებს და ჩვენი ყოფილი ისტაბლიშმენტის წევრებს ძალიან ბევრ საერთოს ხედავ ანუ ეს იყო პირადად მათი დევიაციური ავადმყოფური ვნებების გამოკიდებულება. პაზოლინიც აი ძალიან კაი მაგალითი მოიყვანა, იმიტომ რომ იმ ფილოსოფიის მატარებელი იყო არა ძალადობის, არამედ აი როგორ ხდება გარყნა. მაგან იცოდა ყველაზე კარგად, ეხლა თუ ვინმე მიცოდა გარყნა. თუმცა უდიდესი ხელოვანი იყო და ამას არ აკეთებდა ისე რომ მიუღებელი ყოფილიყო. რა თქმა არა, ამას საერთოდ არ აკეთებდა, ეხლა თავისთვის პირად ცხოვრებაში რას აკეთებდა მიკელანჯელოზეც იძახიან, მაგრამ რა ჩემი საქმეა, მაგან ტილოები დაგვიტოვა და ამან ფილმები დაგვიტოვა და ეხლა მაგის საძინებელში ვის ეძინა, რა ჩემი საქმეა. დღესაც არ მაინტერესებს ვის საძინებელში ძინავს, მაგრამ ამას როდესაც შენ მე სახელმწიფოს სადამსჯელო მანქანის პროდუქტად ასე წარმომიდგენ ხა აქ აღშფოთება ბუნებრივია. მაშინ ესე ვთქვათ. აი ხომ მე ველაპარაკებოდი კოჰაბიტაციაზე ჩვენს ელისოს რომელიც ახლა პოლიტიკოსია და ვერ ვცემს ახლა ისეთ პასუხებს რომელიც შეიძლება მოგვეწონოს ბოლომდე. როცა ჟურნალისტი იყო, ცხადია უფრო გამცემდა. ახლა რაღაც გუნდის წევრია და ახლა ნუ ცხადია, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ. მე მაქვს განცდა, ჩემო გოგა, რომ სერიოზულად არც პოლიტიკურად, არც შემოქმედებითად, არც ჟურნალისტურად, არც პუბლიცისტურად ის რეჟიმი არავის არ აღუწერია, არ გააზრებულა. კარგად რაღაც ინტუიციის დონეზე ჩვენ ხვდებით რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, გადავრჩით რაღაც, მაგრამ რა იყო ეს აღწერილი არ არის. ანუ საიდან იწყება პრობლემის მოშუშება? იწყება დიაგნოზის დასმა, ხო? დიაგნოზი არ დასმულა. მიუხედავად იმისა, რომ შენ რაღაც ფილმი გააკეთე, რაღაცას წვალობდი თითოეული ჩვენთანგანი, დიაგნოზი დასმული არ არის. იმიტომ რომ ყოველთვის ვიკვირს აი ეს რაღაცების აღმოჩენა ყოფილა. დიაგნოზი არ არის დასმული. არ მეთანხმები? ეგ საზოგადოების მდგომარეობაა, ეგრე ურჩევნია ამ საზოგადოებას, თორე შენს კარგად იცი შენ დროს ციხიდან ამბები გამოდიოდა
საზრდოობის დროს და ჩვენ მაშინ გარეთ იძახდნენ ცოტნე ახლა ასმენინებენ ეგრე არ არის როგორ არ არის თურმე ცხოვრების წესი იყო ყოველდღიური და მხოლოდ საკონცერტაციო ბანაკში მეც აკეთებდნენ რომ წვავდნენ პირდაპირ შიმშილით კლავდნენ და მერე წვავდნენ ამ შემთხვევაში რო გვეშინია საკუთარ თავის დანახვა სანამ ჩვენ თვითონ არ ვაღი არებთ რომ ამის ტიპებს ჩავაბარეთ ძალაუფლება ახალაების ნაერს ვთქვათ კოდუების ნაერს იმას სააკაშვილების ნაერს წარმოიდგინე ახლა თან რა თანამდებობები ჩავაბარეთ ეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო ახლა წარმოგიდგენია თავდაცვის მინისტრი ომის დროს ნუ ახლა ხო ყველაფერი ჩვენ აბსურდში გავედით შალვა ახლა აბსურდში ვართ სრულში და ველოდები ცხვისგან რომ აი მან თქვას რომ ეს ცუდია ნოლანდმა თქვა თუ არა ის წესიერი კაცი გამოდგა ღმერთმა კარგად ამყოფოს ეს ამერიკის ელჩი მე ეგეთი გონიერი კაცი აი ნამდვილად ცოტა მინახია დღეს ეს კაცი რო არის და ესე რო უყვარდეს თავის ქვეყანა და თავის ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს ესე როგორც ის აკეთებს მაგრამ ახლა მაინც და მაინც იქიდან მოვისმინოთ რომ კაცი მაგიდაზე არ უნდა დააბადა არ უნდა იხმარო იმიტომ რომ გამოსძალო ჩვენება რომელ იმის რაც არ ჩაუდენია ნუ ეხლა მეტი რა გააკეთეს იმათმა ეხლა პინოჩეძე იყო ყვირილი და ეგერ დააპატიმრეს კაცი უკვე მწოლი არა იყო ხო მუბარაკზე იყო დავიჯერო რომ სისტემურად ესეთი რამეები ხო მაგრამ როგორ მოხდა ამ დარდიმანდულ ყველი და პურის მოყარულ გართობისკენ მიდრეკი აი დარდიმანდული რო იყო იმიტომაც მოხდა ეგეთი რაღაცა როგორ მოხდა იმიტომ რომ თვალს იმიტომ რომ ჯობდა აი გიგი წერეთელი მაინტერესებს ბიჭო შვილი ხო ყავს მაგას რა ვის იცავს ერთი მე მაგას დიდი ხანია ვიცნობ ახალგაზრდობით 18-19 წლის ბიჭები ვიყავ მე ხო ვიცი გიგი რა ტიპია ნაციონალების დაცვა და მათი წევრობა შეიძლება ყველაფერი იმის მერე რაც მაგან თავის თვალით ნახა და ეხლა მცდელობა მიდის რომ ესო თვითონ ჩადეს საცავშიო თვითონ თვითონ გადაიღო იმან რა ქვია მოდი სულაც ეგრე კადრებს რას უშვები როგორ მოიპოვეს მე მახსოვს მიშა როგორ გიждდებოდა იმაზე არა იმაზე რომ რა იყო კადრებს გარეთ როგორ მოიპოვეს ხო იმას რას უშვები ეს ხო შესრულებულია თავის დროზე ვიღაცის მიერ რამის შენ დროს შენ მინისტრო ანუ ხალა ეთქოს ბოდიშს, გაიგე როგორ აბსურდი. ბოდიშს ეთქოს პრესისგან და ბოდიშს ეთქოს ახალაია და თაყოს ალაყაი არის აღშფოთებული რომ ვანო იჩაგრება. ვანო იჩაგრება. ეს კაცი ჭამია წარმოიდგინე. სწორედ ამიტომ ვფრო, არავინ არ არის მომხრე, არც ლინჩის წესით გასამართლების, არც აგრესიის. ეგ რომ დომოდა განვახორციელებდით კიდეს ლინჩის წესს. ეს საზოგადოებას არ უნდა. მეორეს მხრივ საჭიროა დიაგნოზის დასმა. აუცილებლად. რეჟიმი რა იყო, არ ვიცი. აუცილებლად. იმიტომ რომ საჭიროა კვლევა, როგორ შეიძლება მოხდარიყო, რომ ესეთი რაღაცა ყოფილიყო ჩვენს გვერდით. ეგ არ არის გამოკვლეული, ანუ აქმულიც კი არ არის კარგად. მართალი ხარ და მე მგონია რომ შენაირი ადამიანები, ჩემნაირი ადამიანები იმისთვის არსებობენ, რომ იმ ნიჭის ფარგლებში რაც ღმერთმა მოგცა ეს თემები გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. შალვა, შენ ახლა ეგეთი რამე გამოცდილი კაცი ხარ. შენ ამას ერთი რაღაცა ამას ვერ გადაწყვიტავს. შენ დადებ, ის დადებს, იურისტი დადებს, რეჟისორი დადებს, ჟურნალისტი დადებს, ის ფსიქოლოგი დადებს. მე მეთქმები რომ მოძრაობა უნდა დაიწყოს. აი ეს უბრალოდ ყოფნა მე თვითონ აი ადამიანურად მაგრამ იჭერს. ყოფნა ისე და ბიჭო რა ყოფილა ხედავ და უბრალოდ აი ვიშვიში რა ყოფილ ვარ ეს არის რა ყოფილა უნდა გარდაიქმნას რა ყოფილ ვარ ხო რისი ჩამდენები ყოფილ ვარ და რისი ამტანები და იმიტომ რომ ვიტანდით ხო ნუ მინიმუმ 5 წელი ხო ვიტანდით 5 წლის წინ ხო 2007 წელს ხო აბსოლუტურად ნათელი გახდა რაც წარმოადგენს რეჟიმი სულის ამოხდით რომ
გვემუქრებოდა თარგამაძე. სულ სამოხდი თქვენ აძერლად თქვენაო. მე ჩვენ გვეუბნებოდი ის პარლამენტში და ის დიცში და თურმე ნაღლობს და რურუა ჩვენ გვეძახდა იმის შულავერის კომიტეტს და ვანო ყავდა რა გუნდის წევრი წარმოიდგინე შულავერის მამა საერთოდ ორჯონიკიძე სერგო. შენ იმ ვერსიას ამაგრებ. მე რას ვამაგრებ უკვე ჩდება ვინ ფარველობდა მაგის შეხვედრას იმ ბელორუსიაში პირდაპირ სახელები და გვარებია დასახეთ. თეა თუთბერიძე ლაპარაკობს უკვე რომ მე რაბიშვილი რუსეთის კაცია. გირგვლიანის თემას დაუბრუნდი. შენ გააკეთე განცხადება ლევან ბერძენიშვილს თქვა, მაგრამ შენს თქვი იმის თაობაზე რომ არსებობს რაღაც გარკვეული მტკიცებულებები იმისა რომ გირგვლიანს აწამებდნენ რა იქ ტყეში, ოქროყანის ტყეში ასმენინებდნენ სუფრაზე. შალვა, მე მინდა გითხრა, მე ძალიან სკრუპულოზურად მაქვს შესწავლილი ეს საქმე. პირველად, როდესაც მიდიოდა სასამართლო, იმიტომ რომ პირველივე განცხადება ახალი მინისტრი ვიყავი, მაშინ თქვი რომ ამაზე იქნება დამოკიდებული ბედი ჩვენი ხელისუფლების. ეს არსებობს ეს ჩანაწერი. მე ყოველ საღამოს უყურებდი, არა, იქ სასამართლოზე ვერ ვესწრები, მაგრამ ყოველს კავკასია აჩვენებდა იმ ლაივში ფაქტიურად და სულ უყურებდი. სულ საქმის კურსში ვიყავი, რა ხდება და თავის დროზე რომ მივედი თავრობის ხრომაზე რომ ის პრეტენზია წამომიყენა ლომაიამ და ნოღაიდელმა რა გინდოდაო იქ რომ იხო მე ვთხარი თქვენ მოგრეცხეთ პირი მეთქი რა და სახე მოგრეცხეთ თქვენ იმიტომ რომ იქ არ შეიძლება სადაც საზოგადოების ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება იქ თავრობის წარმოადგენელი არ იყოს მე მაშინათვე ვიცოდი ჯერმა მე საქმის მასალები და მე სტრასბურგის საქმეს გავეცანი კარგად ძალიან ფილმში დიდი ნაწილია ეხლა ბუნებრივია ამას პასუხისმგებელი არ არის ეგ სათამაშო არ 53 წუთი კონტაქტი არის დაფიქსირებული სასაფლაოსა და შარდენბარის სუფრასთან რაზე ლაპარაკობდნენ გიოტეზე 53 წუთი იმ მომენტში ზუსტად იმ საათებში როცა აწამებდნენ გირგვლიანს და ეს ხო პროცესი იყო კონტაქტი არის 50 და რაზე ლაპარაკობდნენ ეს 53 წუთი ისინი ერთმანეთში მაგას გულისხმობ ეხლა 50-ს განუწყვეტელია თუ არა მას ეხლა ამ წუთში ვერ გეტყვი აღარ მახსოვს მაგრამ 53 წუთის განმავლობაში როცა ის იმ ბიჭს იკლავდნენ წამებით ჭრილობების რაოდენობა ხო გაქვს ნანახი მე მაგას გულისხმობ თორე ეხლა გულზე ქონდა თუ არა ყური მიდებული ვინმეს სანდროსი არ ვიცი მაგრამ რას ელაპარაკებოდნენ იქ ამ სუფრის და ეს ის დამტკიცებულია რომ სუფრის წევრები იჯდნენ დონაძე მელნიკოვი ადგა წავიდა მე ავიდა დახედა რაზე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში და იმათ რაზე იმ მომენტში მანამდეც არის კავშირები სანამ ადიან სანამ არა იმ მომენტში იქ 53 წუთი რას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში ხო ვერ მეტყვი კატასტროფაა ეს ასე რომ ეხლა იქ დეტალები დანარჩენი იქ თვითონ ამას გამოძიებას რა უნდა შალვა ეს არის ჯერ ეს ერთი განაჩენი გამოტანილია და პირველ რიგში ამ ამერიკის კონგრესმენები მართლა ის მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის ძალიან ბიჭო სტრატეგიული პარტნიორები ვართ მათ სხვა რაღაცა იცი როგორი რამეა ეგეთი რამე უნდა იცოდნენ იმათმა ხო ვის იცავენ უნდა იცოდნენ იმიტომ რომ ხო გამომჟღავნდება ვანო მერაბიშვილი რას წარმოადგენს ჩვენ პრობლემას არის ჩვენი ხელისუფლების პრობლემას არის რომ ოპერატიულად ვერ აწვდიან ხო ნუ მე ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები ვარ და ჩვენსაც ვშივით იმათმა თავისი იფიქრო კარგი დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედი მე გტოვებ ძირფასო ტელემაყურებელ ბოდის გიხდით იმიტომ რომ მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემს მაგივრად კედელზე ცოცვას და სხვა დანარჩენ რუბრიკებს გადაცემაში გააგრძელებენ შვენიერი ჩემი თანაწამყვანი გოგონები დროებით ხვალამდე ძირფასო ტელემაყურებელ კარგად იყავით მადლობა მოგესალმებით, ხელისშუატყე ბრუნდება პირდაპირ ეთერში და შალვა რამიშვილის გარეშე და მე მაქვს ეჭვი რომ ქეთი კეკელიამ გააქრო შალვა რამიშვილი დღეს. სერიოზული ილუზიონისტი ვარ ხო შენ თვალში? გუშინ იმდენად დამაჯერებლად მოვახდინე განსაკუთრებული საილუზიო ნომრები რომ ძალიან მახარებს პრინციპში ეს ინფორმაცია მოგესალმებით ეთერშია გამოვიტყე ქეთი კეკელიასთან და ნატა მაღალაშვილთან ერთად. რაში გამოვუტყდე? შენ გააქრე შალვა რამიშვილი თუ მე გავაქრე შალვა რამიშვილი თუმცა დროებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს უკვე ხვალისთვის და მოუთმელად ველოდებით მას. თემა რა გექნება? რაც შეეხება ჩემს თემას, დღეს რუბრიკაში რჩევები ჩვენ საუბრობთ თემაზე თვალი, რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი ნაადრევ ასაკში და რა დროს უნდა იყოს განსაკუთრებულად ყურადღებით მშობელი და პრინციპში ეს თემა ალბათ ბავშვებსაც დააინტერესებს. ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმოლოგის ბავშვთა განყოფილების გამგე ქალბატონი ქეთი მამამთავრიშვილი, რომელიც დაახლოებით 20 წუთში შემოგვიერთდება და აი ამ საინტერესო თემაზე მე მომიწვენი ეს თემა თვალებს რო ჭუტავ. არა მხოლოდ
არა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა განსაკუთრებით ალბათ მშობელმა უნდა იცოდეს, რადგან ჩვენ რჩევებს დღეს ალბათ განსაკუთრებულად მაინც ალბათ ბავშვებზე გავაკეთებთ. რაც შეეხება ჩემს თემას, მე გადავწყვიტე დღეს იოგაზე ვისაუბრო, რომელიც ძალიან მოდური და პოპულარულია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, თუმცა მანამდე მთელი მსოფლიო ძალიან აქტიურად არის ჩართული, ძალიან ბევრი იოგის მცოდნეა უკვე და არა მხოლოდ ინდოელები, სხვათა შორის საქართველოში ძალიან პოპულარულია. ხო, და ინსტრუქტორები მათ დონეზე არიან უკვე, როგორც მე ვიცი და შეგვიძლია მათაც ვენდოთ. თუმცა ბევრი ადამიანი მაინც თავს იკავებს რატომღაც იოგისგან, რადგან თვლიან, რომ რელიგია შეიძლება ამან ხელი შეუშალოს ან რაღაცა მსგავსი. თუმცა ეს აზრები ყოფილა მცდარი და ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ეკა ხანგალი წამყვანი, ტელეწამყვანი იქნება ჩვენი სტუმარი და გიორგი ბერძენიშვილი ასევე ხო, აქტიურად არის ჩართული და ვარჯიშობს. გიორგი ბერძენიშვილი საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. შეგვიძლია რაღაც კონკრეტული ვარჯიშები რო განვახორციელოთ პირდაპირ ეთერში? შეგვიძლია, რატომაც არა, კიდევ მოიყვანენ ჩვენთან სტუმრებს, რომლებიც აქტიური დღეს არ მხოლოდ სტუმარი ყავს ესე იგი სტუმარი. კი, უკვე საინტერესოა და ისინი გვაჩვენებენ რაღაცა სანებს. სანა არის პოზაც არ არის ქართული, ხო? როგორ შეიძლება ითქვას? მდგომარეობა რაღაცა ისეთი. გვაჩვენებენ რაღაცებს, რაც ძალიან საინტერესოა და შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ სახლის პირობებში. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. თუმცა მანამდე ტრადიცია არ დავარღვიოთ და კედელზე ვცოცავთ. დავიწყებ. კი ბატონო. თემა ძალიან აქტუალურია, ბუნებრივია შესაბამისად პოსტიც. ფარული ჩანაწერები, კასეტები, დისკები, გაუპატიურობა, ცოცხები, წამება, დაკითხვა, ციხე, მუდმივად ორად გაყოფილი საზოგადოება და ხან სამოქალაქო ომი, ხან ტერაქტების სერია, ხან რა და ხან რა მოკლედ. გამოსალოცია, ერი გამოსალოცი, წერს ერთ-ერთი აქტიური ფეისბუქელი. დღეს რომ დაიჭირეს იმ სამთაგან, ანუ გუშინ არის ეს პოსტი დადებული, იმ სამთაგან ვისაც კოჰაბიტაცია აქვს სურთ, როგორც გერმანელები იტყვიან, ბითეო. მასალა ელჩებმა რომ ნახესო ძალიან ძიმეაო და ამიტომ მოსახლეობას არ ვაჩვენებთო. ასე გამოდის რომ ელჩები არ დაინდეს. თუმცა დღეს მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილი მედია მათ შორის ამ მასალას იხილავს თუ არ ვცდები და ეს ძალიან ცხელი თემაა და უფრო გაცხელდება ალბათ დღის მეორე ნახევარში. ჟურნალისტები არიან დაბარებული 2 საათზე და შალვაც აქეთ გაეშურა. და ხვალ ალბათ ბევრ საინტერესოს მოყვება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა მე ვთვლი რომ ძალიან მძიმე იქნება ამ კადრების ნახვა მათთვის, ვინც მიწვეულია. კარგი, ოდნავ შევცვლი ალბათ თემას. დავიღალე, რატომ ამბობენ ძაღლივით დაღლილიაო? ძაღლი ყველაზე დაღლილი ცხოველიაო მსოფლიოში, ნანა ზარდეაშვილი წერს. გაგიგია ასეთი გამოთქმა? ძაღლივით დავიღალე? მგონი ბიძღსებს აქვთ რაღაც სიმღერა? და კიდევ ერთი საინტერესო ეს პოსტი არ არის ერთგვარი რეკლამაა და ინფორმაციის მიწოდება და მე მგონი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს. ნარჩენის ურნაში ჩაგდება სჭირდება 4 წამი. ნარჩენების სრულად დაშლის დრო კი შემდეგია. ქაღალდის ხელსაყოც სჭირდება 2-დან 3 კვირამდე. ბანანის ქერქი 3-დან 4 კვირამდე. ქაღალდის პარკი 1 თვე, გაზეთი თვე ნახევარი, ვაშლის ნარჩენი 2 თვე და ეს საშიში არ არის ალბათ ერთგვარი ნეშონპალაა. ფორთოხლის ქერქი 6 თვე, შალის წინდა 1-დან 5 წლამდე. რძის ქაღალდის 5 იშლება 5 წლის მანძილზე, სიგარეტის ნამწვავი 5-დან 10 წლამდე, ტყავის ფეხსაცმელი 25-დან 40 წლამდე, რეზინის საბურავი 50-დან 80 წლამდე, პოლიეთილენის კონტეინერი 50-დან 80 წლამდე, ალუმინის კილა 200-დან 500 წლამდე, ბავშვის ერჯერადი საფენი 500 წელი, პლასმასის ბოთლი 450 წელი და პოლიეთილენის პარკი ჩვენ წარმოიდგინე 200-დან 1000 წლამდე. ეს ინფორმაცია ალბათ ყველამ უნდა იცოდეს და გამოსავალი ერთადერთია. ურნაში უნამდე მისვლა არ უნდა დავიზაროთ. პაატა ქურდაძე წერს, ჩემი აზრით დრო მოვიდა ქართული ვანდალიზმის მუზეუმი გავხსნათ, სადაც წარმოდგენილი ექსპონატების მნახველს მოუთხრობენ ყველა დროის აი ის მჭირდება მე შენი სტუმარი. კარგად ვერ ვხედავ თუ არ გავადი და შრებდი. ყველა არ მოყავს მე მგონი დღეს სტუდიაში
ოფთალმოლოგი. სადაც წარმოდგენილი ექსპონატები მნახველს მოუთხრობენ ყველა დროის გამოჩენილი ქართველი და უცხოელი ვანდალების შემოქმედების ბრჭყალებში შესახებ ჩვენს სამშობლოში. ჩემი აზრით ეს აუცილებელია, რომ მომავალმა თაობამ თავისი გადისნეილენდებული ისტორიის ვიზუალიზაცია შეძლოს. სანამ პომპეუსის ხიდის შუშიც არ გადაუხურავთო. და ერთი ფოტო მინდა კეთი სპეციალურად შენ გაჩვენო. შეიძლება ეს შენი მომდევნო გადაცემის თემაც კი გახდეს, ნახე. მე რა ორიგინალური, ეს არის ყავა, ხო? და ეს არის ერთგვარი შემოქმედება და საერთოდ სუფრას როგორ გააწყობ, როგორ მიართმე. ხო, როგორ მიართმე. ხო, რაღაც მარტივი ფიგურები ვიცი და ახლობით გული როგორ კეთდება, მაგრამ აი ეს მე მგონი ცოტა რთული უნდა იყოს, ხო? პრინციპში რატომაც არა, ძალიან საინტერესო თემა და მე ვიფიქრებ და ვიზრუნებ ამ საკითხზე. და კიდევ ერთი ფოტო ნახე. ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ფოტო. თეთრი დათვი. თეთრი დათვი. როგორ ნავარდობს. საჩვენებელი ფოტოა. შეგვიძლია რომ ვანახოთ კარგად. 10 მითი ქართველების შესახებ. პირველი, სამშობლოს არ ვისწავართმევ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მტერსაც კი გაეცინება. მეორე, ქართველები ტოლერანტი ხალხი ვართ, მსოფლიოში ვერსად ვერ ნახავთ ერთსა და იმავე უბანში სინაგოგას, მეჩეთს და ეკლესიას. თუ რამე არ მოგეწონება, შეგვიძლია შემეწინააღმდეგო. ქართველები სტუმართ მოყვარე ხალხი ვართ. ქართველები თავმოყვარეერი ვართ, მეხუთე ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს საკუთარი ქვეყანა. ქართველები განათლებულიერი ვართ, შაჰაბაზმა თქვა, ორი მტერი ვერ დავამარცხეო, სიკვდილი და ქართველი ერი. ქართველებმა ნათესაობა ყველაზე მაგრა ვიცით, დანარჩენები ყველანი უჯიშოები არიან. საქართველოში ქალს განსაკუთრებულად სცემენ პატივს. ქართველი მონობაში ვერსად იცხოვრებს, ის მუდამ თავისუფლებისთვის იბრძვისო. რა სიტყვი? ძალიან საინტერესო კომენტარი, რომელიც ძალიან მომეწონა კომენტარებში. საქართველოს რომ არსებობდა დედამიწა, მაშინ სად იყო საერთოდ? მართალია. ქართველებს გვაქვს ამის ამბიცია, ვერ წაგვართმევ ნამდვილად. კიდე რა გვაქვს საინტერესო? დაჩი ცაგურია ის ხალხი, რომელიც ძალით გვაყურებინებდა ენვერს კოჭოიას ნოემბრიდან ნოემბრამდე, ახლა სხვა სუშლიან სადმე რამის ნახვას იმიტირებული ომი ხომ მოენატრათ. არა, ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს. ერთ დროს სონდერ ჟურნალისტები ახლა დემოკრატიის მწვერვალებს არაფრად თვლიან და პირდაპირ დემოკრატიულ კოსმოსზე გამოთქვამენ პრეტენზიებს, რაც ძალიან მახარებსო. ეს ბიჭები ტელევიზორის გარეშე არ დამიტოვონ, თორემ არ ვიცი რას მოვიმოქმედებო, თამარ ალავიძე წერს ვის გულისხმობენ? დოლჩეს და გაბანას შესახებ. და თამარა ალავიძე კი არა, ზალწულზე იგივე ვინი წერდა თავისუფლება. და პოსტით სეზღურობდა დოლჩე და გაბანას. ნახე როგორი ბევრი თაყვანისმცემელი ყოლია საქართველოში მიმდევარს ვერ ხარდამჯერი და დღეს ვიყავი ორ კლინიკაში. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კლინიკაში ისე მჟავეთი გრძნობა, საბჭოეთი სუნი კარგად მყოფს გაგხდის ცუდად. არანაირი წესრიგი, უსაქმურობა, ლაბორატორიის უვარგისობა. მეორე კლინიკაში ჩაწერა ტელეფონით. უსაქმურად არავინ არის. კარგი ლაბორატორია, ღიმილიანი სახეები. ამ ორ კლინიკას აერთიანებს მარჩიელობა. ანუ უნდობლობა მაინც არსებობს ექიმების და კლინიკების მიმართ რეალურად საქართველოში. ერთ საიტს მივაგენი და მინდა გაჩვენო. ხმაცა აქვს თუ არ ვწდები და შეგიძლია რომ აქ თავად რაღაცები ხატო და აი ესე როგორც ამოძრავებ. შეგიძლია ამობეჭდო და მშვენიერი ნამუშევარი გამოგივა. როგორ ამშვიდებს, აი იოგასთან დაკავშირებით. ფონად გამოდგება საუბრის დროს. ფერები შეიძლება არის სხვა შეიძლება ფერები შესმერ არის უკვე შერჩეული თუ არა კონკრეტულად მოწმულია. თვითონ აკეთებს. უბრალოდ შენ თითის მოძრაობით შეგიძლია რაღაცა. ხომ არა თბილი ფერები არ შეგიძლია დაამატო? ეგ სხვა ცალკე საიტია, თბილი ფერების საიტი ცალკე. რა საინტერესო რატომ ხარ შეზღუდული ფერებში? მოუხდა ჩვენ სტუდიას. მე თუ ვინა წავიკითხავ პოსტებს და შენ და მე ფონზე ვიმუშავებ მე. გაქვს კიდევ პოსტები? კი მაქვს. ამ ბოლო დროს დავაკვირდი უძილობის მიზეზებს და დავადგინე, ბედნიერების შეგრძნება არ აძინებს. იმდენად მძაფრია, რომ უბრალოდ არ გეძინება. ხო და Facebook-ის ჩატს თუ გადახედავთ, ჩემი ფრენდების 70% ბედნიერია. ამაზეა ნათქვამი ჩვენისთანა ბედნიერი ერი განა არის სადმე.
ანუ რახან გვიანავს ესე იგი ადამიანები და გადახედა უბრალოდ Facebook-ის გვერდს დაახლოებით 3-4 საათი იყო ალბათ და აღმოჩნდა რომ ის მაგრამ უძულობას ორი მიზეზი აქვს არაერთი. ერთი როცა ცუდად ხარ და რაღაც არ გასვენებს და მეორე როცა პირიქით აჟიტირებული ხარ კარგად ამის გამო არ იწინებ. ან უბრალოდ ნერვოზი გაქვს და ვერ იწინებ. ან უბრალოდ ზაფხულია და ბიოლოგიური საათი იცვლება და უბრალოდ ვერ ახერხებ ჩაძირებას. ხოთ შეიძლება ძალიან ბევრი უჩივის Facebook-სეც უძილობას კი. ქართველი გოგონები საყურადღებოთ, არ ვიცი ესენი უჩივიან თუ არა უძილობას, მაგრამ რას წერენ? შური აჭკნობს, თანაც შურით გაჩენილ ნაოჭებს ბოტოქსიც კი ვერ შველისო. შემდეგი კომენტარებში ბევრი რაღაცეები წერია, ბოტოქსი ძვირია და აღარ გავაგრძელებ. ეთანხმები? შური რომ აჭკნობს? კი, ალბათ. და ბოტოქსი რომ და ძვირია? საერთოდ უარყოფითი ენერგია ნებისმიერი არ უხდება სახის კანს, ასე ვიტყოდი მე. და რაც უფრო ადამიანი შიგნიდან ანათებს, მით უფრო კარგად გამოიყურება ყოველთვის. ხო და ბოტოქსი არის გამოსავალი ამ დროს? არაო. ამბობენდა რა. ძვირიაო და არა. ის ვინც ყველაზე მეც ლაპარაკობს ერთგულებაზე, ჩემში ყველაზე დიდ უნდობლობას იწვევს. მე ვფიქრობ, არარეალიზებული სურვილები აწუხებს. საერთოდ ადამიანი ხომ იმაზე ლაპარაკობს ყველაზე მეც, რასაც ვერ მიაღწია ცხოვრებაში. ასეა, შენ როგორ ვფიქრობ? ანუ ის ლაპარაკობს ყველაზე მეც, რასაც ვერ ახერხებს, ხო? არ მომისმინე. ხო, ვერ მოგისმინე, იმიტომ რომ ვეძებდი რაღაც პოსტს, რომელიც დამეკარგა თვალსა და ხელშუა. კარგი, ერთხელ. ის ვინც ყველაზე მეც ლაპარაკობს ერთგულებაზე, ჩემში ყველაზე დიდ უნდობლობას იწვევს. ანუ ადამიანები, რომლებიც გამუდმებად საუბრობენ ერთგულებაზე, ანუ პირიქით არის. ვერ დავეთანხმები. ზოგი ისეთია, ზოგი ასეთი. ზოგს უყვარს საკუთარ რაღაც პლუსებზე ლაპარაკი, ზოგი პირიქით აი ამაზე საუბრით მალავს საკუთარ თვისებას. ვერ გაიგებ ეგრე მე მგონი. ცხოვრება ძალა სიცოცხლე ურთიერთობა ადამიანობა სიყვარული მიზანი ცხოვრების აზრი. აჰა, ძალიან საინტერესო. ვიპოვეთ რამე საინტერესო? არა, რაღაც დავკარგე ეს ამოკითხვაც მინდოდა. კარგი, მაშინ შალვაც გავიხსენოთ აქ როგორც იცის ხოლმე დროებით ამ მშვიდობება, სანამ დაგვიჭერეს დავასრულოთ ახლა. კედელზე ცოცვა, მოგვიანებით უკვე სტუმრები შემოგვიერთდებიან, თუმცა მანამდე საინფორმაციო გამოშვება და რეკლამა, ხო? მეცხრე საინფორმაციო სამსახური აგრძელებს მუშაობას ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს მე ნოდარ ჩაჩუა წარმოგიდგენთ. ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ხელმძღვანელი პირები უწყების პირველ პირს ხვდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი სამოქალაქო სექტორსა და მედიის წარმომადგენლებს ზუგდიდში აღმოჩენილი სამალავებიდან ამოღებული ვიდეო მასალების ნაწილს გააცნობს. ჩემი კოლეგა გვანცა პაპავაძე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროში. გვანცა, დაიწყო თუ არა შეხვედრა ძალოვან უწყებაში? არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა ამ წუთებში იწყება შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს მათ სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეო მასალებს გააცნობს. მემაყურებელს შევახსენებ, რომ აღნიშნული ვიდეო მასალები ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც გააცნო. დღეს აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ამერიკის საელჩო რიჩარდ ნორლანდის განცხადებით. მიუხედავად იმისა, რომ მას ვიდეოები თავად არ უნახავს, თანამშრომლების მოყოლით არის შოკირებული და ის საქართველოს მთავრობას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. დღეს აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აუცილებელია რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო. შესაბამისად მე პირადად ჩამაყენეს საქმის ყურში, ამდენად ინფორმირებული, შოკირებული და გაოგნებული ვარ იმ ინფორმაციებით, რაც ჩვენმა წარმომადგენლებმა მითხრეს. ისინი ვიდეოში ასახულ ფაქტებზე მესაუბრნენ. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გამოიძიოს ის, რაც ფირზეა აღბეჭდილი. გამოძიების დეტალებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი რისი შეფასება შემიძლია, რომ იქმნებოდა საქართველოში მასიური სადიზმის ინსტიტუტები. და ჩემი აზრით აუცილებელია, რომ სამაგალითოდ გასამართლდეს მთელი ეს პროცესი, ინსტიტუტები, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში და ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ვარო მერაბიშვილის, მაშინდელი პრეზიდენტისაც. მაშასე
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამეგრელოში სამალავი, სადაც ადამიანების წამებისა და შეურაცხყოფელი მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალები იყო განთავსებული 17 ივნისს აღმოაჩინა. დიდი მადლობა, ეს გვანცა პაპავაძე იყო. ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთი წევრი ტოვებს. სამტრედიის საკრებულოს წევრი და სოფელ გომის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ნიკოლეიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში 2003 წლიდან ირიცხება. ნიკოლეიშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება სამეგრელოში სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეო ფირების გახმაურების შემდეგ მიიღო. ნაციონალური მოძრაობის ახლა უკვე ყოფილი წევრი სამომავლოდ საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად დარჩენას აპირებს. გადაწყვეტილების მიღებას თითქმის 8 თვე ვფიქრობდი, უბრალოდ ჩემ თავთან მიჭირდა იმის გადაწყვეტილების მიღება, რომ დამეტოვებინა პარტია ნაციონალური მოძრაობა და ასევე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ გუშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის საუბრიდან გამომდინარე, რომ სამეგრელოდან ამოიღეს სამარხებიდან შემზარავი და ამაზრზენი კადრები და რაც საელჩოებს დაურიგეს, მე უკვე ნამდვილად არ და ვერ ვაპირებ ამ ტვირთის აღებას ჩემს თავზე და ვემიჯნები ნაციონალურ მოძრაობას. ჩემ გომელებს და ჩემ სოფლელებს მინდა კიდე დიდი ბოდიში მოუხადო ჩემი წინასაარჩევნოთ ისეთი აგრესიული, რო ვთქვათ, მოქმედებიდან გამომდინარე. თვითმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის გუშინ დაკავებული 3 სტუდენტი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად ცნო. მოსამართლე კობა გოცირიძემ ნიკოლოზ ჩომახაშვილი 50 ლარი დააჯარიმა, ხოლო თორნიკე ხეთაგურაშვილს და გიორგი ასაბაშვილს წერილობითი გაფრთხილება მისცა. თავად სტუდენტები მოსამართლის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეთანხმებიან. სტუდენტების სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, ისინი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ. ამ მიზნით კი მიწისქვეშა გადასასვლელში მოწოდების შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ დადებითად შევაფასებდი, რა თქმა უნდა იყო რაღაც ხარვეზები, შეცდომები, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერმა ჩაიარა კარგად. ანუ მე პირადად შემეფარდა 50 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა ჩემს მეგობრებს, ანუ არაფერი არ დაუმტკიცდათ, ანუ ბრალი ეს რომ ვთქვა, თქვათ შემოფერდა ხოლმე წერილობითი გაფრთხილებით. ხო, უშუალოდ შევეხებთ ფაქტს და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მე პირადად და ჩემი მეგობრები ისევ პირადად ვაცხადებთ და მოვითხოთ ბატონ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ჩვენთან გასაუბრებას სტუდენტებთან და მოისმინოს ჩვენი აზრი, ჩვენი შეხედულებები და მოხდეს ჩვენი სტუდენტების აზრის გათვალისწინება. ცხინვალის ციხეში მყოფი 28 წლის როსტომ სოსიაშვილის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს. გორის რაიონის სოფელ დიცში მცხოვრები სოსიაშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის რუსმა მესაზღვრეებმა ერთი თვის წინ დააკავეს. როგორც წითელი ჯვრის დახმარებით გუშინ ცხინვალის იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში როსტომ სოსიაშვილი იუწყება, სასამართლო პროცესის ჩატარებამდე მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. როსტომ სოსიაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია და რის გამოც მუდმივად ექიმის კონსულტაციასა და მედიკამენტების მიღებას საჭიროებს. წერილის გავიგე, რომ ბავშვი უკვე ციხეზეა გადაყვანილი. მე რას ვიგებ, არაფერს არ ვიგებ. ფიჩი ვერ აქვს კაი მდგომარეობა. და მითხრა, რომ წითელი მაჯონო წამლები შევგზავნეთო უკვე და ეთყობა ვერ არის კარგა ბავშვი თორე. წამლებს ასე შეგზავნიდნენ. ამ დრომდე გრძელდება სასტუმრო რედისონში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის 6 თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა. დეპუტატების საქმიანობის შედეგებს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დილიდან აცნობს მედიის წარმომადგენლებს. ჩვენ მივიღეთ 6000 განცხადება და საჩივარი. ამ დროისთვის აჭარბებს ის 7000. და მთლიანობაში პარლამენტში შემოსული მთელი განცხადებების და საჩივრების 52% არის სწორედ ჩვენს კომიტეტს. ეს ციფრი უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რა ტიპის მოცულობით სამუშაო ტარდება კომიტეტში და როგორია მოლოდინი და რამდენად ბევრია პრობლემა, რომელიც დააგროვდა ბოლო წლებში, სწორედ იმიტომ, რომ ტოტალურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები წინა ხელისუფლების პერიოდში. სასამართლოში საქმის წარმოების ერთთვიანი სისტემა ჩამოყალიბდა. ამიერიდან სარჩელის შეტანა მოწმეთად დაკითხვა და სასამართლო პროცესის მთელი მიმდინარეობის ნახვა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ამ სერვისის სარგებლობის შემთხვევაში ადვოკატს აღარ მოუწევს სასამართლოში მისვლა და საქმის წარმოება ოფისიდან შეიძლება ნახოს. სერვისის მომსახურება ფასიანია, მომხმარებელს მისი ერთჯერადად დაინსტალირება 60 ლარი დაუჯდება, ხოლო ყოველთვიურად სააბონენტო მომსახურების საფასურს გადაიხდის.
ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები, მეც ხერხის საინფორმაციო სამსახური 1 საათით გემშვიდობებათ. მადლობა ნოდარ. ვაგრძელებთ გადაცემას. სხვა თემები თუ სხვა სტუმრები ცხელი შუადღე პირდაპირ ეთერში ბრუნდება და უახლოესი 1 საათის განმავლობაში რაზე ვისაუბრებთ. ნაციონალური მოძრაობის რიგებს რიგების დატოვების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა მე რატომღაც მეკვირს დღეს რა მოხდა, დღეს რა შეიცვალა ისეთი, რომ აი დღეს და ასე რადიკალურად რა შეიცვალა და მანამდე ალბათ არაფერი ისეთი არ მომხდარა, ალბათ თუ რა ხდება. ეს მაგერებს ხომ შალას უნდა დაუსვა ეს კითხვა. ხვალ. იმედი მაქვს მიპასუხე. ეს ხვალ დღეს რაზე ვსაუბრობთ? დღეს ვსაუბრობთ იოგაზე. გადაცემის ბოლო ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩემი სტუმრების სია ცოტა გრძელია, თუ მინდა მოგიკითხავ. ირინა ბუჯიაშვილი, ინსტრუქტორი, იაკობ გოგიტიშვილი, ინსტრუქტორი, ასევე თამთა ცინცაძე, ეკო ფანგანი, ტელეწამყვანი და გიორგი ბერძენიშვილი, საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. თუმცა მანამდეა რუბრიკა რჩევები და ჩვენი საუბრის თემაა თვალი. რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს ბავშვებს, პრინციპში უფროსებსაც, ჩვენ ნებისმიერ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენი სტუდიის სტუმართან. თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმოლოგიის ბავშვთა განყოფილების გამგე ქეთი მამამთავრიშვილი იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი, რომელიც სულ მალე შემოგვიერთდება, თუმცა მანამდე ვნახოთ ჩვენი ჟურნალისტის ნინი თაქთაქიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი ამავე თემაზე. საფხულის ხელდღეებში მზის სათვალე არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ თვალის დაცვის საუკეთესო საშუალება. იმისთვის, რომ თავი კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოთ, მნიშვნელოვანია სათვალის შეძენისა ზუსტად განსაზღვროთ, რომ თქვენ მიერ არჩეული ნივთი მოდური და ხარისხიანი იყოს. მოდის მიმდევრების საყვარელი აქსესუარი ძვირად ღირებული სიამოვნებაა. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, რა სახის სათვალეებია წელს აქტუალური. უკვე მეორე წელია აქტუალობას არ კარგავს აწეული კუთხეები. ეგრეთ წოდებული cat eye სტილის სათვალეები. ასევე ძალიან აქტუალურია მრგვალი ფორმის ლენონის სათვალეებს ეძახიან ამ სათვალეებს. ღია ფერის მინებს აქვს თითქმის იგივე დამცველობა, რაც მუქი ფერის მინებს, უბრალოდ ბევრად კომფორტულია, თუნდაც ნაკლებად მზიან ამინში, ზამთრის პერიოდში, საღამოს პერიოდში, ვისაც უყვარს მთელი დღის განმავლობაში სათვალის ხმარება, თვალი აქვს დაცული მთელი დღის განმავლობაში. მოდურ ტენდენციებს წლებია ფეხდაფეხ მიჰყვება ავიატორის ფორმის სათვალეებიც, თუმცა წინა წლებთან შედარებით დიზაინერებმა ინოვაციის სახით ლინზებს სარკის ეფექტი დაუმატეს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება უხეში ფორმის მზის სათვალეებს ერიდება, მოდის მიმდევრები მსგავსი ტიპის აქსესუარს საკუთარი იმიჯისა და ხასიათის გამოსახატად იყენებენ. ქართველი მამაკაცების დიდი პროცენტი მაინც უფრო სადა კლასიკური სტილის ფორმებს ხმარობს, ეს არის ავიატორის ფორმები, ეს არის რეტრო ფორმები, თუმცა არის მოდელები ამ შემთხვევაშიც თუნდაც აი ამ სათვალის შემთხვევაში, როცა უკვე ქართველი მამაკაცებიც ეცნობიან მოდის ტენდენციებს და ირგებენ ახალი სტილის, ახალი ფორმის, არაორდინალური ფორმის განსხვავებული სათვალეებს. მინის განსხვავებული ფერის გამო ხშირად მომხმარებელი მზის სათვალის შეძენაზე უარს ამბობდა, თუმცა დროდადრო მსგავსი ტენდენციები წარსულს ჩაბარდა. მზის სათვალე წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია, ამიტომ დაივიწყეთ სტერეოტიპები და მოარგეთ აქსესუარის საკუთარ კომფორტს. ოფთალმოლოგი ქეთი მამამთავრიშვილი შემოგვიერთდა. მოგესალმები ქეთი, მადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხარ და ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე მოგვიწევს უახლოესი 15 წუთის განმავლობაში საუბარი. მოწვევისათვის. მადლობთ. გაახალგაზრდავდა თუ არა ზოგადად თვალის დაავადებები? სამწუხაროდ კი გაახალგაზრდავდა და გახშირდა. და ყველაზე ხშირად რა პათოლოგიები ეს არის ალბათ? ასაკობრივი ჯგუფი, რომელი გაინტერესებთ უფრო და თავდაპირველად ბავშვებზე ვისაუბროთ, მაინც რჩევები მივცეთ მშობლებს. კი ბატონო. როდის და რა დროს უნდა იყვნენ ისინი განსაკუთრებით ყურადღებით? უპირველეს ყოვლისა, ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, განუსაზღვრელად იმისა, აწუხებთ თუ არა მათ შვილებს რამე. სკოლაში წასვლის წინ ყოველგვარი ჩივილის თუ წუხილის თუ ტკივილის გარეშე ერთხელ მაინც გაუსინჯონ ბავშვს ხედველობა და ისე შეიყვანა ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში ერთხელ მაინც უნდა მიიყვანოს. იცით რა სკრინინგი არის, თანამედროვე სკრინინგი გულისხმობს ხედველობის პირველ კონტროლს 3 წლის ასაკში და შემდეგ 6 წლის ასაკში. თუ ბავშვს არაფერი არ აწუხებს, თუ ბავშვს არაფერი არ აწუხებს, მიუხედავად იმისა, მაგრამ როგორც წესი ეს 3 წლიანი გრიპი უხშირესად ამოვარდნილია, მაგრამ სკოლაში წასვლის წინ ეს აუცილებლობას წარმოადგენს. ერთხელ და შემდეგ თუ არაფერი შეგვაწუხებს, ასე კი პრობლემა არ აქვს. არა, მეორე დიაჭიმის პერიოდი ეს არის გარდატეხის ასაკის დასაწყისი.
როდესაც ბავშვები სიმაღლეში მატულობენ, ეს არის ინდივიდუალური, ზოგი ტანსიყლის 11-დან 13 წლამდე ასაკში, ზოგი 12-დან 14-ე გააჩნია. მოზარდობა, როდესაც იწყება და გარდატეხის ასაკი დგება, მაშინაც ერთხელ უნდა იქნეს ხედულობა შემოწმებული და რა თქმა უნდა საწყალი აბიტურიენტები. ანუ უკვე მესამე ფაზაა. მესამე ფაზა ეს არის აბიტურიენტები, რომელთაც როგორც წესი განსაზღვრულად იმისა ქონდათ თუ არა ოდესმე რამე პრობლემა, შეიძლება მანამდე არანაირი პრობლემა არ იყოს, მაგრამ თავს იჩენს ეს პრობლემა უკვე სწორედ აი ამ პერიოდში. კი, დამამთავრებელ განსაკუთრებულად ღელავთ, ნერვიულობ, ბერს კითხულობ, ფერდადები და ასე შემდეგ. დამამთავრებელ კლასში, იცით, დამამთავრებელი კლასი ისედაც ძალიან დიდი მხედველობითი დატვირთვა და პლუს კიდე დამატებით მოსამზადებელი გამოცდები, ესეც თანმიმდევრული არ უნდა მოდუნდეს და ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს სავარაუდოდ სამწუხაროდ დღევანდელ დღეს აი ესეთი გეგმა არის შესასრულებელი. სამწუხაროდ ესე ჩამოყალიბდა სინდრომი. აი რას ნიშნავს დაწყებითი კლასის სინდრომი? აი ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა, განსაზღვროთ იმის ვიმეორებ ამ სიტყვას, მაგრამ ძალიან ხშირია ბავშვი, რომელსაც არანაირი პრობლემა არ ქონია სკოლაში წასვლის წინ. წავიდა თუ არა პირველ კლასში, ჩამოყალიბდა თუ არა მხედველობითი დატვირთვა, იქ დაიწყო თვალის სიწითლე, პაჭუნი, თავის ტკივილი, თავის ტკივილი და ასე შემდეგ. უნდა მიხვდეს, რომ ამ შემთხვევაში თავის ტკივილი შეიძლება იყოს თვალიდან გამომდინარე. ანუ დღევანდელ დღეს პირველ კლასელთა სინდრომი ზუსტად მაგას ქვია. სიმპტომოკომპლექსის, ანუ ჩივილთა წინ წამოწევა მხედველობითი დატვირთვის ჩამოყალიბების შემდგომ. აი რა წესების ცოდნა არის აუცილებელი? თქვათ იგივე ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით. კი ბატონო. თქვათ განათება უნდა იყოს ყოველთვის მარჯვენა მხრიდან, მარცხენა მხრიდან, მარცხენა მხრიდან და რატომ? კალამი რო უჭირავს ბავშვს ხელში, კალმის თუცაცია საპირისპირო მხარე, რა თქმა უნდა. ეს გიმეცაციები ვიგულისხმეთ. თქვენ იგულისხმეთ. თქვათ იგივე ტელევიზორს როდესაც უყურებს კომპიუტერთან, შუქი უნდა იყოს ანთებული ამ შემთხვევაში, ხო? და უნდა იყოს კარგი განათება. კარგი განათება, ხო, კარგი განათება. ანუ მარტივი ჰიგიენური ნორმა, რასაც უნდა იცავდეს ყველა მშობელის, ეს არის პირველი განათება მარცხნიდან, წერა-კითხვა, მეცადინეობა აუცილებლად მჯდომარე მდგომარეობაში და გააკონტროლონ, რომ საწერ საკითხავი, წიგნი იქნება ეს, სახატავი, საწერი თუ რამ, იყოს თვალთან არაუშორეს 30 სანტიმეტრისა. თუ დაიწყო ან 30 სანტიმეტრის წინ წაწევა, ან უფრო ახლო სახესთან მოტანა, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა სანახავია. რაც შეეხება ახლა კომპიუტერულ მონიტორს, გააჩნია რა დიამეტრის მონიტორთან გვაქვს საქმე. ძირითადად დასაცავი მანძილი გახლავთ 50-70 სანტიმეტრი. კომპიუტერის შემთხვევაში რა ვქნათ? ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ დღეს კომპიუტერთან. სამწუხაროდ, ჩემი პირადი პედიატრიული მიდგომა ამ საკითხის მიმართ გახლავთ ესეთი, მე ჩემ ბავშვებს არაფერს არ უგრძალავ. იცით, აი რადიკალურად რაღაცის აგრძალას გაცილებით უფრო მეტი ცუდი შედეგი კი ბატონო. აი ბევრს გონია, ბევრ მშობელს გონია, როდესაც კომპიუტერს აქვს დამცავი საშუალება, თქვათ ამ შემთხვევაში ორგანიზმი და კონკრეტულად თვალი დაცულია და სხვა არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ჩვენ როდესაც ახლო მანძილიდან მონიტორს ვადევნებთ თვალს არ ვახამხამებთ და აკომოდაციური სპაზმი წარმოიქმნება. და წარმოიქმნება აკომოდაციური სპაზმი, როდესაც მზერა ხებდება აი ზუსტად ამ 50 სანტიმეტრიან მანძილზე. ხანგრძლივი დროით მუშაობის შემდგომ შორს მერე უკვე მხედველობა ბუნდოვანდება. ერთგვარი ვარჯიში ამ შემთხვევაში რა იქნება? ყოველ 15-20 წუთის შემდეგ მე ვურჩევ ხოლმე ბავშვებს, რომ დააყენონ ტაიმერი. დღევანდელ დღეს ყველა აღჭურვილი 1000-ნაირი საშუალებით და შეიძლება ამის გაკონტროლება. ერთგვარი მაგვიძარა უნდა ვიქონიათ ალბათ. ყოველ 20 წუთში თუ დაიწყაპუნებს და ბავშვები ზერას მოგლიჯავენ ეკრანს და გაიხედავენ 1-2 წუთით მაინც სივრცეში მაქსიმალურად მაგას ქვია მკაფიო მხედველობის უშორესი წერტილი. აი ამ წერტილს თუ ამოარჩევენ და იმას შეხედავენ, როგორც ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე იოლი პრევენცია აკომოდაციის სპაზმისა. და აკომოდაციის სპაზმის შემდგომი ეტაპი რა არის? თუ არ მივაქციეთ ყურადღება, თუ აკომოდაციის სპაზმი თუ გადადის მყარ მდგომარეობაში, ძალიან ხშირად ეს არის ახლომხედველობის განვითარების დასაწყისი. აი მე მაგალითად ვერ მოვახერხე მისვლა კლინიკაში უკვე ძალიან ბევრი წელია. მანამდე როცა ვიყავი შესამოწმებლად მხედველობის, მითხრეს რომ ანუ ძალიან მიჭირს კითხვა. და ასევე შორსაც ვერ ვხედავ კარგად. მითხრეს რომ გაქვს
პლუსიც, მინუსიც, ასტიგმატიზმი და სათვალეს ვერ გაიკეთებო. ანუ რაღაც უნდა გამოვრიცხოთო, რა აღარ მახსოვს. კერატოკონუსი? მე მგონი. რაღაც უნდა გამოირიცხოსო და შეიძლება მხოლოდ ლინზებმა, თქვა, ლინზებმა მოგცეთ მხედველობითი კორექცია. კი, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ამას საკმაოდ ახლოს მივყავართ ისეთ გავრცელებულ რეფრაქციულ მანქთან, როგორც არის ასტიგმატიზმი, სამწუხაროდ ეს გახლავთ ჩვენი სამხარეო პათოლოგია. ძალიან ბევრი ბავშვია შეპყრობილი ასტიგმატიზმით. ანუ ჩვენს მხარეში დამახასიათებელი. კი ბატონო, ამიერკავკასია მაქვს მხედველობაში. რატო უცნაურია რა იცი? რაც უფრო მეტად მოდიხართ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, მე უფრო ხშირად გვხვდება ესეთი ბატონო. მიზეზები არ არის. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც შემდგომ ძალიან ხშირად გარკვეული ცხოვრებისა და მსახიობობის ნამდვილად ეს არის ჩვენი ტიპიური ქართველი და სამხარეო პათოლოგია სამწუხაროდ კი ამიერკავკასია სტატისტიკურად ეს სკანდინავია. აი რა უნდა ქნან ადამიანებმა ვისაც პირველ რიგში ასტიგმა ჯერ ვთქვათ ორი სიტყვით რა არის ეს ასტიგმატიზმი როგორც ასეთი დაავადება არ გახლავთ. ეს არის თვალის წინა ნაწილის რქოვანის გარდამტეხუნარიანობის თავისებური ფორმა. როდესაც ეს ასფერული რქოვანა ერთ მერიდიანში უფრო მეტად გადატეხავს სხივებს და მეორე მერიდიანში უფრო ნაკლებად. ხვდებით ხო? ანუ რეფრაქცია ერთ მერიდიანში მეტია, მეორე მერიდიანში ნაკლები, ან პირიქით. როდესაც ამ მერიდიანებს შორის გარდამტეხუნარიანობის ფიზიოლოგიური სხვაობა გახლავთ 0.5 დიოპტრია. თუ არის 1-2 მეტი და ეს გახლავთ უკვე ასტიგმატიზმი. და ასტიგმატიზმის სახეებს ჩვენ არ მივყვებით. ერთადერთი ვიტყვი რომ არსებობს ასტიგმატიზმის წესიერი და არაწესიერი ტიპი. სწორედ არაწესიერი ასტიგმატიზმის ყველაზე გავრცელებული სახეობა და დაავადება გახლავთ ის კერატოკონუსი, რომლის გამორიცხვა თქვენ სავარაუდოდ სწორად გირჩიეთ. თუ არ გამოირიცხა, მაშინ იმ შემთხვევაში საკმაოდ ძნელია შერეული ასტიგმატიზმის დროს, როდესაც ერთ მერიდიანში მინუსი გახლავთ და მეორეში პლუსი, კარგი, აი კომფორტულად მოსახმარი სათვალის შერჩევა, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. შეიძლება მუდმივად თქვენ ესეთი სათვალისმიერი კორექცია ვერ ატაროთ, მაგრამ გარკვეულ მანძილებზე და დატვირთვის დროს წესითა და კანონით შეღავათი ნამდვილად უნდა მოგცეთ. მე მაინც გირჩევდით უკაცრავად, მე მაინც გირჩევდით თქვენ რქოვანის ტოპოგრაფია გაგეკეთებინა და კონუსი გამოგერიცხათ. თუ კერატოკონუსის დიაგნოზი დადასტურდა, იმ შემთხვევაში კორექციის სხვა სახეობებს უნდა მიმართოთ და დღევანდელ დღეს ესეც არ გახლავთ პრობლემა. სხვა სახეობა ქირურგიული ჩარევა. რატომ მარტო ქირურგიული არსებობს კიდევ სანამ ქირურგიამდე მივალთ. და აი ეს ვარჯიშები ვთქვათ ახლოს ყურება შემდეგ შორს ეს არის ზუსტად ის აკომოდაციური ვარჯიშები, რაზედაც ჩვენ შემთხვევაში კარგია მგონი. ყველა შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, რომელსაც ესეთი მხედველობითი დატვირთვა აქვს, როგორც მე ვამჩნევ, საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს თქვენს აკომოდაციას და თქვენთვისაც ეს არ იქნებოდა ორიგო. ეს ყველაზე გავრცელებული, იცით, ეს აკომოდაციის ვარჯიში გახლავთ წერტილი მინაზე. ეს არის ძალიან ცნობილი, ძალიან ბევრი წელია ამას თვალის ექიმები იყენებენ და ძალიან ეფექტური გახლავთ. იცით, პატარა წერტილი 3-5 დიამეტრის ამოჭრელია, მიწებებულია კედელზე. ესეთი მხედველობის ხაზის გასწვრივ მინაზე? დიახ, წერტილი მინაზე. დიაგრამის და მერე შორს. ანუ მკაფიო მხედველობის უახლოესი წერტილი რომ გახდეთ ეს ნიშნული მინაზე და უშორესი კიდევ მაქსიმალურად. ვერ დაგპირდებით რომ გავაკეთებ, მაგრამ ნამდვილად ვერ დამკვირდებით. დღეში რამდენი ხანი ჯობია რომ აკეთოს ადამიანმა? 1-2 წუთით საკმარისია. 1-2 წუთით საკმარისია განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს. მშრალი თვალის სინდრომზე მინდა კითხოთ, რომელიც ასევე გავრცელებულია. მიზეზი რა არის და თქვა გამოსავალი? მშრალი თვალის სინდრომის პირველი და უხშირესი მიზეზი გახლავთ ზუსტად კომპიუტერული დატვირთვა, არასწორი და არანორმირებული, ამას უკვე პირდაპირ ნოზოლოგიათა გრიპშიც არის შეყვანილი და CVS-ი ქვია. Computer Vision Syndrome, თუ შეიძლება ესე უწოდოთ, აბრივიატურით, შეგხვდებათ ძალიან ბევრგან. და გარდა მაგისა, მშრალი თვალის სინდრომი ახლავს თან საკმაოდ ბევრ დაავადებას, რომელსაც გარკვეული რიგის მედიკამენტების სისტემატიური მიღება ახლავს თან. ძალიან ხშირად ეს არის ჰორმონოთერაპია, მეორე ადგილზე გახლავთ ტრანკვილიზატორები, ჰორმონებს შედის აგრეთვე კონტრაცეპტივების მთელი ნუსხა, რომელიც აცრემლე ჯირკვლების დისფუნქციას იწვევენ და ამას თან ახლავს ხოლმე
მშრალი თვალის სინდრომი, იმიტომ რომ საჭამელი ჯირკვალი სათანადო რაოდენობით ცრემლს ვერ გამოიმუშავებს და წინა ზედაპირის დაავადება და უკაცრავად დატენიანება არ ხდება სათანადოდ. თუ არის ლინზების შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვები, აი რაღაც კონკრეტულ ასაკამდე არ შეიძლება თქვა ბავშვმა გამოიყენოს ლინზა, თუ მას გარკვეული პრობლემა აქვს ბუნებრივია. იცით რა, ყველაფერს აქვს თავისი ჩვენება. ესეთი მკაფიო ასაკობრივი შეზღუდვა კონტაქტური ლინზების მოხმარებას ნამდვილად არ ახლავს თან. არის სიტუაცია, როდესაც ასაკის და მიუხედავად პატარა ბავშვს სიძულებულები ვართ დაუნიშნოთ კონტაქტური კორექცია. საკმაოდ ხშირია. ეს არის ყველაზე უხშირესად, ეს არის ძალიან მაღალი დიდი განსხვავება თვალის რეფრაქციათა შორის, თქვათ, ერთი სულ სხვა რეფრაქციის მატარებელია და მეორე სულ სხვა. ესეთ ბავშვებზე საკმაოდ ძნელად იტანეს ათვალეს და უპრიანი კორექციის საშუალება გახლავთ ბავშვთა ასაკში კონტაქტური. ფიზიკურად დაატვირთვა ბავშვების, ვისაც აქვს რაღაც მხედველობის პრობლემა, რამდენად შესაძლებელია. ესეც ძალიან კარგი შეკითხვა გახლავთ. მხედველობის კლება ეს უკვე არ გახლავთ პირდაპირი შეზღუდვა ფიზიკური აქტივობისა. საქმე რა შეეცეთ, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს თქვა ასტიგმატიზმის შემსხვედელობა, ახლომხედველობა და არანაირი ორგანული დაზიანება ამ დროს თვალის კაკალში არ იქნეს აღმოჩენილი. ასეთ ბავშვებს არანაირად არ ეკრძალებათ ფიზიკური დატვირთვა. მაგრამ განსაკუთრებით ახლომხედველებში, ანუ თუ ბავშვს აქვს ახლომხედველობა, ანუ მინუსი მეორანაირად მიოპიური დაავადება, ამ დროს აუცილებლად გასაკონტროლებელი გახლავთ თვალის ფსკერი, თუ თვალის ფსკერზე არის სუსტი წერტილები, ასე ვთქვათ, დაზიანებული არეები, რა თქმა უნდა, ასეთ ბავშვებს ეკრძალებათ ფიზიკური დატვირთვა და განსაკუთრებით თავის არეში ტრავმები. აი მაგალითისათვის, ამ დროს ცურვა ძალიან კარგია, მაგრამ აუზში თავით წყალში ხტომა არ შეიძლება. ვიბრაციულ ძალოს არის სპორტის სახეობები, ვიბრაციული მოძრაობები, მოტოსპორტი, მინუსი, პლუსი, თქვა რომელს უფრო მეტი გართულებები აქვს საერთოდ. მინუსი. პლუს როგორც ესე ძალიან იშვიათად ახლავს თან დაავადება. ეს გახლავთ რეფრაქციული მანკი, ეს არ არის როგორც ასეთი დაავადება. ეს არის პლუსის მატარებელი თვალი, რომელიც აი კარგად მიხედული და სწორი კორექციის პირობებში, როგორც წესი, არანაირ ორგანულ გართულებებს არ იძლევა. მინუსი შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი არის მიოპიური დაავადება. შეიძლება მინუსის მართვა ისე რომ ძალიან დიდი გართულებები არ მივიღოთ, მაგრამ საკმაოდ ხშირად განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ახლომხედველობების დროს. რა შეეცეთ საქმე აღნაგობრივად აი რომ აგიხსნათ აქ რაში მდგომარეობს გართულება ამ დროს. ახლომხედველობის დროს თვალი მატულობს დასაშვებზე მეტად სიგრძეში. გრძელია ამ დროს თვალი. თვალის გარეთა შრე გახლავთ ელასტიურობის მატარებელი, სკლერალური ნაწილი ეს იჭიმება, ხოლო შიგნითა შრე ნერვული მას არ აქვს წელვადობის უნარი და ზრდაში ვეღარ მიყვება გარეთა კარკას. აქედან გამომდინარე ჩდება თვალის კერზე მიოპიური დისტროფია. ხო, მაგრამ მინუსი გადადის ასაკში უკვე პლუსი, თუმცა პლუსი თუ ადრეულ ასაკში დაგემართა, უფრო სწრაფი ტემპით მიდის, ხო წინ? ვერ გავიგე შეკითხვა. მინუსი ასაკში გადადის პლუსში, როგორც ასე არის. ასაკობრივი პლუსები ნამდვილად ემატება 40 წლის ზევით. ეს არის ცალკე ამბავი, ამას ქვია პრესბიოპია, კარგად ვხედულ ადამიანებსაც რო სჭირდებათ პლუსიანი საკითხავი უშუალოდ სამუშაო სათვალე. ნამდვილად რაღაცა ხარისხამდე მის ნეიტრალიზაციას აკეთებს, მაგრამ რაც შეეხება პლუს, თუ ბავშვს აღნაგობრივად პატარა ასაკში აქვს პლუსი, პირიქით, როდესაც ტანს იყრის და თვალი მატულობს, ამ დროს პლუსები არ მატულობენ. 40 წლამდე თავისუფლად შეიძლება ეს ბავშვი მივიდეს ყველანაირი მხედველობითი პრობლემების გარეშე. ძალიან ბევრი ადამიანის ჩვეულებრივ დაჭირდება შემდგომ სამუშაო სათვალე ესე. ბევრი ადამიანისგან მსმენია ქალებისგან ბუნებრივია რომ მშობიარობის მერე ძალიან გაუუარესდათ მხედველობა. აუცილებლად იცით ორსულობის პირველ, მეორე და ბოლო ტრიმესტრში აუცილებელია და თან საკმაოდ მაღალ კვალიფიციორთან იმისთვის რომ ამ დროს ფიზიოლოგიურად მშობიარობთ უსაკის როკვეთით ჩვენება მივცეთ ზუსტად ორსულობის მართვასა და მშობიარობას იცით არის მთელი რიგი სიტუაცია როდესაც ვერ ვაძლევთ პაციენტს ფიზიოლოგიური მშობიარობის ნებართვას იცით და თავისუფლად შეიძლება ადამიანს აკლდეს თვალთ და ის გაუშვათ ფიზიოლოგიურ მშობიარობას და ერთ კითხვასაც კეთი ეს გასაგებია ის ადამიანები, ვინც თქვა 6-7 წლის ასაკში შეუძლიათ გამოთქვათ, რომ რაღაც პრობლემა აქვს, ვერ ხედავენ თავის ტკივილებს, მაგრამ ახალშობილებზე როგორ უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემა აქვს და ხშირად ახალშობილებში ხშირია სიელმე.
თქვა 5-6 თვის ასაკში ბავშვისთვის სიელმე ნორმაა? 5-6 თვის ასაკში უკვე აი იცით რა არის სიელმე ერთია და არასწორი არამყარი თვალის ფიქსაცია კიდე სხვაა. ეს მარტივად შესამჩნევია. ხო, მარტივად შესამჩნევია. იცით აი არასწორი ფიქსაცია. 3 თვის ბავშვი არ დაკვირვები ხართ შვილებს, ხო? აი თითქოს უმისამართოდ იყურებიან. და გარკვეული კათა კონვერგენცია, ანუ ცხვირისკენ მოძრაობა ცოტა უფრო გაძლიერებულია. მყარი სიელმე კიდევ სხვა რამე გახლავთ. თავად რაც არის დასთან ერთად წლამდე ასაკში ბავშვი თვალს სათამაშოებს, ჭყიალას აგნებს, თავისუფლად უნდა აყოლებს. ანუ კულტური შეზღუდვა არ უნდა იყოს. და ცალკე უნდა აღინიშნოს სახელმშობილთა ის კატეგორია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს სამშობიაროშივე შემოწმებული. ეს თუ რამე ინფექცია იყო და ორსულობის დროს საკმაოდ ძიმედ მიმდინარეობდა ეს ინფექციური რამე სნეულება, ამ დროს სახელმშობელი როგორც წესი გადის სკრინინგს და კიდევ დღენაკლები. ასე რომ დღენაკლი ბავშვი ისე არ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან. კონსულტაცია არ კონსულტაციის გარეშე, მაგრამ ნუ ეს საკმაოდ კარგად არის ჩვენ ქვეყანაში დაყანებული ასე. ძალიან კარგი გაუფრთხილდეთ ასე რომ საკუთარ თვალს თვალის ჩინივით კეთი მამამთავრიშვილი იყო. ჩვენი სტუდიის სტუმარი, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ გადაცემას და ვაგრძელებთ თემით იოგა. ეკა ფანგანი მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში სტუმრად, რომელიც როგორც ვიცი ძალიან დიდი ხანია, რაც არა ძალიან ცოტა ხანია, მაგრამ საკმაოდ აქტიურად როგორც შემიძლია, ისე ვარჯიშობ. და ეხლა უყვებოდი ზუსტად რომ დროსთან დაკავშირებით როგორ ვარ იცით რომ სულ ცდილობ რომ ყოველდღე ვარჯიშო, მაგრამ როცა ვერ ვახერხებ თქო ვკითხულობ და რაღაცა ფოტოებით ვივსები. და ირინა ბუჯიაშვილია ასევე ჩვენი სტუმარი, ინსტრუქტორი, იაკობ გოგიტიშვილი, ინსტრუქტორი, რომელიც უკვე რაღაც სანას აკეთებს თუ როგორ შეიძლება ეს? ჰა? ასანა პოზა. ასანა. ხანუმან ასანა ქვია ამ პოზას, ანუ შპაგატის პოზა. ასევე თამცა ცინცაძე და საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ბერძენიშვილია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. საუბრობთ, რა თქმა უნდა, იოგაზე, ყველაფერზე იოგის შესახებ. მე ვარ დილეტანტი ამ სფეროში და მინდა გკითხოთ, რა არის იოგა საერთოდ? იოგა ფართო მცნება არის, მაგრამ ის სახეობა, რაც არის საქართველოში გავრცელებული, ეს არის ფიზიკური ფორმა იოგას, რომელიც დაიხვეწა და შემუშავდა დასავლეთის ქვეყნებში და ამერიკაში. აი მაგალითად ამერიკაში ოფიციალური მონაცემებით, ანუ რეგისტრირებული ესეთი მონაცემებით, დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი არის დაკავებული ამ სახეობით და კიდევ რამდენიმე მილიონი შეიძლება იყოს არაოფიციალური მონაცემები. აი თქვენ ამბობთ რომ ფიზიკური ხარ ეს არის ძალიან განსხვავებული არის აზიური მიდგომისგან. ანუ ის რასაც კითხულობენ ან ქართველები რომ ეს ხომ არ არის რაიმე რელიგიასთან კავშირში ან აზიურ მიდგომასთან. სწორედ ამის კითხვა მინდოდა, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამიტომ არიწყებს თქვათ იოგაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა. რაღაც რელიგიას არ შეუშალოს ამ ყველაფერს. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ასე ითქვას, რომ დასავლეთში გავრცელებული და პოპულარული იოგა არის მთლიანად გამიჯნული რელიგიური პოსტულატებისგან, ან არანაირ კავშირში არ არის მასთან. მაგრამ იმთავითვე ინდოეთში და აღმოსავლეთში იოგა იყო რელიგიის ნაწილი და აზიური მიდგომა ასეთი არის, მათთვის ეს იყო საშუალება, რომ მიეღწიათ შივასადმი, ანუ ეს არის ინდური ღვთაება ერთ-ერთი და ეს იყო საკულტო რაღაც ფორმა, რომელიც შემდეგ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც ჩავიდნენ ევროპაში, შვეიცარიაში, ეს იყო აიანგარი და შემდგომ ამერიკაში, რომელმაც შექმნა უდიდესი ბრენდი აშტანგა იოგა, აი სწორედ ამერიკაში და იქ მოხდა ამ სისტემის შემუშავება. ამერიკაში დაფუძნდა საერთაშორისო იოგას ფედერაცია, რომლის წევრებიც და წარმომადგენლიც ვართ ჩვენ, ანუ საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია. და აქედან გამომდინარე ეს არის პასუხი, ვისაც აინტერესებს, რომ ეს ფორმა იოგასი აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის რელიგიასთან, მაგრამ ამავდროულად შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ
იოგას არ დაუკარგავს ის ეფექტი, რასაც ქვია სულიერი დამშვიდების ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ გაიმიჯნა, ანუ იმ ბაზიური მიდგომისგან არ დაუკარგავს ის დამამშვიდებელი ეფექტი, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა, რასაც სწავლობს ადამიანი, ეს არის სწორი სუნთქვა. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ის ვარჯიშები, ვარჯიშთა კომპლექსი მთლიანობაში და ატმოსფერო ერთიანად ქმნის იმის წინაპირობას, რომ ადამიანმა მიიღოს ამ სტრესისგან განთავისუფლების ეს ეფექტი. ირინასაც მინდა ვკითხო, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ისწავლოს იოგა კომპიუტერით, ინტერნეტით, YouTube-ზე დევს რაღაც ვიდეოები, იგივე წიგნები ამასთან დაკავშირებით გამოსული, რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ ყველაფერს ინსტრუქტორის გარეშე? არანაირად არ შეიძლება, ეს აუცილებელია, რომ თავიდან ყოველთვის დაიწყონ ინსტრუქტორთან ერთად. რატომ? აი რადგან ვთქვათ, სუნთქვას ვერ გავაკონტროლებთ ისე და თუ სწორად არ სუნთქავთ, როგორც ვიცი, აზრიც არ აქვს. ანუ იცით რა შეასაქმე რომ არის ეს თავიდან თითქოს დაახლოებით 10 წლის წინ ცოტა უფრო რბილად უყურებდით ამ საკითხს, რომ დაუშვათ რატომაც არა არის სახელმძღვანელოები, არის 1000 ვიდეო გაკვეთილი, მაგრამ ეს იმდენად ბევრია, რომ თავიდან როგორც ლატარია ეს არჩევანის თვალსაზრისით ხდება რაღაც შემთხვევითი წიგნი ან არ არის ეს შერჩეული მისთვის და ამ წლების მანძილზე დავინახეთ რომ საკმაოდ დიდი არის რისკი და რატომ უნდა გარისკოს ადამიანმა თავისი ჯანმრთელობა ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე რა თქმა უნდა შეიძლება ისიც რომ ჩვენივრად ივარჯიშოს ბევრი ასეც ვარჯიშობს მაგრამ არის დაკავშირებული დიდ რისკებთან ეს არა მარტო იოგას ეხება ნებისმიერ სფეროს რომელიც არის დაკავშირებული ჯანმრთელობასთან სასურველია რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობდეს სპეციალისტების. შეიძლება ამაზე მეც ვიტყვი. მე გავიცანი გერმანიაში ბერლინში ქალი ინსტრუქტორი, იოგი, და სხვათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი იყო ხარმახსოვს სახელი შეიძლება თქვენ იცოდეთ ბატონ გიორგი. იმის ინსტრუქტორი იყო და მან მითხრა რომ ის იყო ზუსტად ის ადამიანი რომელმაც თვითონ დამოუკიდებლად ისწავლა ყველაფერი, ანუ 9 წელი ვარჯიშობდა მე თვითონ აი წიგნებით ინტერნეტით არ ვიცი ხა რამდენად გამართლებული იყო მაგრამ მეტყობა ფაქტი რომ გაუმართლა ისევ რამდენი წინ იყო მე გავიცანი შარშანეს ქალი მაგრამ მან მითხრა რომ ამან განაპირობა რომ შემდეგ არა უბრალოდ სულ მაინტერესებს რატომ მოხდა და აი ერთი თვის წინ ეს სულ მაინტერესებს ანუ ბავშვობაში ვიცი მოდაში ჩემოვიდე თუმცა მე ვიყავი პატარა ბევრად თენგიზი არის ბატონი თენგიზი გეცოდინება თქვენ და ბატონ თენგიზთან დავდიოდი ხოლმე ოღონდ ნუ აი მაშინ პატარა ვიყავი თან მეზარებოდა ცოტა თუმცა ძალიან მომწონდა და მინდოდა რომ სისტემატიურად მევარჯიშა მაშინ არ იყო მოდაში და არც ამდენი ისინიც არ იყო ეხლა რამდენიც არის აი დღეს რა არის თქვა პირველ რიგში სტიმული შენთვის რომ მე ძალიან მომწონს მე დავდივარ ბატონ გიორგისთან არ დავდივარ მაგრამ მე ჩვენ ვისაუბრეთ და ეხლა დავდივარ ანანდას ცენტრში, სადაც ინდუსები არიან ჩვენი ინსტრუქტორები, ანუ ინდოელები და ზუსტად როცა ახსენა გიორგიმ რომ თქვათ ინდოეთში და აზიაში უფრო თქვათ სულიერ მხარეს აქცენტი ყურადღებას არ ვიცი, ხა ის ინდოელები ალბათ თვითონ როცა ვარჯიშობენ, კი, მაგრამ ჩვენთან არა, ჩვეულებრივად მხოლოდ ვარჯიშებია, მაგრამ იცით როგორი რაღაც არის ეს ფიზიკური ვარჯიშები ჩემთვის პირადად ეს ჩემი აზრია იმდენად არ ვიცი რაღაც ერთი არის გაკეთებული და დადებითი მუხტია რომ თუნდაც აი ელემენტარული რაღაცა ვითომ ეს ერთი შეხედვით არაფერი გაწელვებითაც კი კიდე რომ გამოდიხარ ანუ დამშვიდებული გაწონასრულებელი ვარჯიშებია ეკო საკმაოდ რთული აი ჩემთვის ეხლა როგორც სულ ახალ დამწყებისთვის მე რატომღაც რაღაც ერთი მოქნილი ვარ ისე დავიბადე და ჩემთვისაც სიურპრიზია ხოლმე თქვა რისი გაკეთება შემიძლია თუმცა საკმაოდ რთული ვარჯიშები ხე ესენირებსაც აკეთებენ ბატონ გიორგის მოსწავლეები რა ვიცი ამას ძალიან დიდი ვარჯიშობენ აი ამ შედეგს რამდენ ხანში შეგვიძლია მივახციოთ რადგან ბევრი ადამიანი თქვა მიიჩნევს რომ არ არის მოქნილი აი რაც გამთქვა და სწორად ამის გამო ვერ წყვეტს რომ იოგაზე მივიდეს მე მაინც ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ არის შესაბამისი დამწყებთა კურსები რომლებითაც შეიძლება
შეიძლება დაიწყონ. ანუ ზოგადად ესე არის, რაც ეხება მოქნილობას. ქალები ზოგადად უფრო მოქნილები არიან, მამაკაცები უფრო ძლიერები არიან. აი 30 წლის ასაკში, 40 წლის ასაკში ვთქვათ შეიძლება დაიწყო მოუქნელმა ადამიანმა და აი ესეთი რაღაცები გააკეთოს. ნებისმიერმა დაიწყოს, მაგრამ მიზანი არ არის რომ გააკეთო რთული პოზა. თავარი არის გააკეთო პოზები სწორად. და ის акценти ის ძალიან მნიშვნელოვანია. ხერხემლის ყველა წერტილის მდგომარეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ რასაც ექცევა ყურადღება, ეს არის ინსტრუქტაჟი და დეტალური ახსნა. ეს არის ქვაკუთხედი. ისეთ შეიძლება ივარჯიშოს, მაგრამ არ ექნება ისეთი ეფექტი, ან შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ სხვანაირი ეფექტი მიიღოს. თქვა თუნდაც არასასურველი. ამიტომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იოგას დაწყება. მოუქნელობა ეს აბსოლუტურად არ არის. მე ვფიქრობ სხვათაშორის და იმიტომაც დამაინტერესა. მე ჩაგერთობით თუ შეიძლება რომ ამბობენ ხოლმე თქვა თუ აი ვერ გავაკეთე პირიქით ვეუბნები აი ზოგიერთი მე თვითონ ვუყვებოდი რომ ცოტა ბალანსში მიჭირს თქვა ანუ გაჭიმული გაწელილი რატომღაც ვარ მაგრამ ცოტა ბალანსში მიჭირს და ჩემი ერთი მეგობარი რომელსაც საერთოდ რომ დადის მაშინაც ბარბაცებს ვეუბნები რომ აი შენ აუცილებლად უნდა იარო ვისაც უფრო უჭირს თქვა ვინც უფრო მოუქნელია ჩემი აზრით იმ ადამიანებმა უფრო მეტად ანუ უფრო სტიმულია მათთვის. ბევრი ამბობს რომ იოგა არის ქალებისთვის იმის გამო რომ სალონში დახარჯულ დროს თქვათ უფრო სასარგებლოდ დავხარჯავ დარბაზში. აი მითები იმსხვევა სწორედ ახლა იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ნაკადი მოდის მამაკაცების. ასეთი წარმოდგენა იყო, მაგრამ ეს ამას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ თუ ადამიანს თქვათ უნდა რომ გაიუმჯობესოს თავის ჯანმრთელობა, მიხედოს თავის ხერხემალს, სტრესები მოიხსნას, მნიშვნელობა არ აქვს აბსოლუტურად. და ბავშვებისთვის რამდენად მისაღებია მსგავსი ვარჯიშები, ვისაც ხერხემლის პრობლემა აქვს უკვე. შესაბამისი პროგრამა გვაქვს ჩვენ ხერხემლისთვის, არის ბავშვებისთვის პატარა ჯგუფის, პატარების ჯგუფის ცალკე და უფრო მოზარდების ჯგუფის ცალკე. თვითონ ექიმები აძლევენ ამის რეკომენდაციას, რომ ივარჯიშონ შესაბამისი პროგრამა, იმიტომ რომ ყველა პროგრამა რა თქმა უნდა არ იქნება სასურველი სკოლიოზის შემთხვევაში. აი გამიწოდი მე მაგალითად ცოტა მაქვს ზურგის პრობლემები ანუ არ მაქვს დრეკადი და ხერხემლის პრობლემის ბრალი და სუპერფუს აი რომ ვარჯიშა ბავშვობიდან ეხა მეც მგოგოსავით არის თქვა შემთხვევები რომ ვიღაცისთვის არ შეიძლება თუ იმათთვის სპეციფიური რაღაც ვარჯიშები შეიძლება შეირჩეს ეცით რა არის შემთხვევები როცა აი რა შემთხვევაში არ შეიძლება ანუ ექიმი აძლევს ამის ექიმმა უნდა იყოს ამაზე ანუ პასუხისმგებლობა იმიტომ რომ ეს უნდა შემოწდეს თუ როცა საკითხი არის ანუ სერიოზულად არ შეიძლება ასევე წვავე და უშუალოდ დისკოზის დროს და ასე შემდეგ ანუ იოგა მაინც არის ფორმა რომელიც ეხმარება შეიძლება ითქვას მთლიანად მთელ ჯანმრთელობას ოღონდ პროცესი არ უნდა იყოს წვავე აი თუ არსებობს რაღაც პოზები ვინც ყველამ უნდა იცოდეს აი თქვათ სამსახურში ვარ დავიღალეთ და განტვირთვისთვის უბრალოდ ჩვენთვის რაღაც გავაკეთოთ და მოვიხსნათ დაღლილობა ეხლა მაგალითად მე ვკითხე რომ ძალიან დაღლილი ვარ უძიო ამის გამო მტკივანკება და რა გავაკეთო მეთქი გონია რომ ესეც რაღაცებშიც ეხმარება აი ხა როცა არის მაგალითად ასეც არის მოგონი ხო ნუ ამის საშუალება ახლა სამსახურში შეიძლება რა რამდენიმე ესეთი კომპლექსის გაკეთება. კაბინეტი თუ ხო, ანუ ჩვენ საიტზე არის ამ სპეციალური რამდენიმე. აი, გთხოვეთ და გვეჩვენონ რაღაც ეს მარტივი ვარჯიში, რამდენიმე მჯდომარე პოზიცია შეიძლება გავაკეთოთ. აი, როგორ უნდა დავისვენოთ, თქვა უცებ ცოტა ხნით. შეიძლება მაგალითად კისრის დამხრების ვარჯიშებიც შეიძლება. ანუ ამ პოზას იცით რა მომენტი არის იმდენად ბევრი ნიუანსი აქვს პირდაპირ ეთერში უბრალოდ ვიზუალურად ვაჩვენებთ აქ ყველა დეტალს აქვს აი რა დეტალებს აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იქნება ანუ ორივე ანუ ის მაგალითად მუხლები ერთ ხაზზე უნდა იყოს ამ შემთხვევაში ანუ ერთი მუხლი მეორეზე მოთავსებული და მარჯვენა ფეხი თუ არის ზემოდან და აი ხო მე სამსახურში ეს რო გავაკეთე დავისვენე მარჯვენა ხელს. სამსახურშიც გააჩნია, ალბათ ყველა სამსახურში. სამსახურში ახლა ზოგი საჭესთან მუშაობს. ეს ვერ გაუშვებს ხოებას. უბრალოდ საბაგიროში არა ხარ ისე ჩაცმული რომ რა მოგვაჩვენა. მაგრამ რა მარტივს აი ხელები გავაკეთე. მეც ვერაფერს ვერ გავაკეთე. ხელები ერთმანეთთან და მიიტანა ზურგს. შეიძლება ანუ ეს დატვირთვას ხსნის მხრის სახსარზე რა უპირველეს ყოვლისა. აი ეს ჭირდება მე. აი აქეთ ხარ. ესე იგი ესე უნდა უქნა აქეთ ხარე, აი თქვა კონკრეტულად ერთი ბეჭის უმეჭიმება ხოლმე და ეს ხელზევით უნდა მქონდეს
რომელი მხარეს ვტკივა? პირიქით შეიძლება. ორივე ვარიანტი უნდა გააკეთოთ. ნუ ყველა ვარიანტი ორივე. ოღონდ იცით რა არის? ერთი მხარე ადამიანს მე მგონი ყველა სანამ განვითარებულია ვიდრე მეორე. ხო, ყველაფერი, ოღონდ ბალანსიც უფრო განვითარებულია. ჩემთვის მოკლედ ბევრი აღმოჩენები. ყველაზე რთული რა აღმოჩნდა შენთვის? ყველაზე რთული ხელებზე ესე და რაღაც ხელებზე, ოღონდ ზევით არა. ანუ აი ხელებზე და მუხლები რო უკან მოხრილია რა, წეროს პოზაცია. მიხდით რომელ პოზაზეა საუბარი? მოხელებიც რო ცოტა მოხრილია. აი ეს იხვის პოზა არის და ეს აი ამას აკეთებ ეგა? ვარდები რამდენიმე წამში. ანუ ამ პოზას თავისი მარტივი ვარიანტიც არის, ეს ახლა პროფესიონალური შესრულება არის და არა, ესე ამას არა. ვარდები რამდენიმე წამში და დანარჩენი ყველაფერი გამომდის. ნუ თუ კარგად გამოძინებული ვარ, იმიტომ რომ ვეუბნებოდი. ამბობენ რომ მავნეჩვევებს უნდა დაანებო თავი სანამ იოგაზე მიხვალ იგივე სიგარეტის მოწევა სასმელები. მავნეჩვევების და თავის დანებება ისე რაც სასურველია და იმეც მოუწოდებ. მაგრამ წინაპირობა არ არის. იმიტომ რომ მაგალითად ადამიანს ხერხემალი აწუხებს და უყენებს წინაპირობას, რომ თქვა უნდა დაანებოს სიგარეტი, ხო? ვერ შეძლო. შესაბამისად იმის ხერხემლის პრობლემაც დარჩა და სიგარეტიც. ხო ასე? ამიტომ მან შეიძლება დაიწყოს. იოგა არ ეხმარება რომ დაანებებინოს. ხო, არის ეგ მომენტი არის. თუმცა ეხლა გაჩნია რატონეზე არა წინაპირობად ეხლა ზოგს მაგალითად აქვს ერთი პრობლემა და არ შეუძლია მაგალითად მე არ ვიწევი არც არას დროს არა უბრალოდ წინაპირობა არ უნდა იყოს ხელის შემშლელი რომ ადამიანმა დაიწყოს იმიტომ რომ რო დაიწყოს ის უფრო დაეხმარება ვიდრე რომ ჯერ დაანებოს ყველაფერს და იდეალურად მოემზადოს და მერე დაიწყოს იმ ამზადების პროცესში კიდე არ ვიცით რა ანუ რა იმაში აღმოჩნდება. მოსაზრებელი პროცესი მაშინ როგორი უნდა იყოს? აი გადავწყვიტე რომ ვიაროთ პირველი ლეველი არის სადაც პოზები ისწავლება სტატიკურად. აი როგორც აღნიშნეთ თავიდან ეს არის სტორის სუნთქვა, პოზების სტორის შესრულება, ხერხემლის მდგომარეობა, მთლიანობაში გაანალიზებული უნდა იყოს რა კეთდება, რისთვის კეთდება და ასე შემდეგ. ეს არის პირველი ლეველი, რომლის შემდეგაც გადადის პირველ მეორე ლეველზე და ეს პირველი ლეველი შეიძლება ზოგიერთისთვის გაგრძელდეს რამდენიმე თვე. და სულ რამდენი ლეველია ჯამში? ჩვენთან არის 5 ლეველი. ოღონდ პირველსა და მეორეს შორის კიდე არის შუალედური ლეველი, ანუ პირველი მეორე, სადაც ნახევარი. ამიტომ დაწყება აუცილებლად ურჩევს სტატიკური პოზებით და არა თავიდანვე ეგრევე დინამიკაში, იმიტომ რომ ეს პოზები თავიდანვე არასწორი შესრულებით მე გადაჩვევა ანუ სწორად აწყობაზე უფრო რთულია, ჯობია თავიდანვე სწორად ისწავლოს და მერე გაზარდოს შემდეგ ამ და ან დატვირთვა, ან დაუშვათ ტემპი და ასე შემდეგ. ანუ თქვენ კატეგორიულად გამორიცხავთ, რომ ადამიანმა სახლის პირობებში თავადვე ისწავლოს. კატეგორიულად არა, უბრალოდ ძალიან დიდი პროცენტი არის, იმიტომ რომ არის როგორც ეგამ თქვა, ეს არის ეგეთი პრეცედენტი ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ისეთი უნარი არის დრო, უპირველეს ყოვლისა დრო, იმიტომ რომ მაგალითად მე ვარ დამწყები, ხო, ჩავრთ ინტერნეტი ნახე ეს არის მილიონი ვიდეო, მილიონი წიგნი, ხო? და არის უბრალოდ შემთხვევითების თქვათ მომეწონა ეს გოგო როგორ ლამაზად აკეთებს. დავიწყე შემიძლია ამის გამოცდას, მაგრამ არადა მასწავლებელთა რომ მისულიყავიან სპეციალზე ეთქვა რომ აეხსნა და დაუშვათ ჯობია რომ ამით დაიწყო, იმიტომ რომ თქვა შენ გაქვს ამის პრობლემა და არა ამის და ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც შეიძლება წლების მანძილზე ამის დიდი დრო უნდა გქონდეს. თანამედროვე ტემპში თუ აქვს ადამიანს ამის დრო და ის თქვა შეიძლება 10 წელი რაც შეიძლება თავისი მოგზაურობით და თავისი შეცდომებზე ისწავლოს. უბრალოდ შეუძლია ვისაც აქვს ამის საშუალება, მით უფრო რომ არის დღესდღეობით უფრო ხელმისაწვდომი, ანუ ამ ყველაფერში ჩაბმა რატომ უნდა გარისხოს დაუშვათ და კვირაში რა დრო უნდა დაუთმოთ ერთად შეგეკითხეთ. იცით რა არის ანუ სტანდარტულად ეს არის არა მარტო იოგას მიმართ ზოგადად ფიზიკური აქტივობა კვირაში 3 საათი არის ესეთი თანამედროვე ადამიანისთვის გარკვეული ესე ვთქვათ ნორმასავით რა ანუ გამომდინარე იმ პროგრამებიდან რასაც თავაზობენ რა იმიტომ რომ ეს პროგრამები დატვირთვა იზრდება მეორე დღეს სასურველია რომ აღიდგინოს ის და ანუ მე ვხედავ ამბობენ იმასაც რომ არადინამიური სპორტია და ბევრი არ მოხდა აი კალორიების მიხედვით გეტყვით რა მაგალითად წუთში იოგაში შეიძლება დაიხარჯოს 4-დან 7.5 კალორიამდე ეს დამოკიდებულია ლეველებზე ხო რო შევადაროთ ახლა მაგალითად ფიტნესში უფრო ვიხარჯები და ამიტომ არ მიდიან ეს ძალიან ნელია ჩემთვის არა გეტყვით მაშინ როცა აი იგივე ფიტნესის სახეობებში
20%-ით მეტ კილოკალორიას წოვ, როგორც მე ვიცი, იოგაში ვარჯიშის დროს. არა, გააჩნია ლეველს. აი მაგას ვამბობ, თქვათ იქ არის 6 და 3 და იოგაში არის 4-დან 7.5-მდე. ანუ გააჩნია დიაპაზონს. და ეკაცაც მინდა ვკითხო, აი რა შედეგი მიიღე აი ამ მცირე დროის განმავლობაში? მე მთლიან გამომდინარე, ეს გუნი მისკდება ხოლმე რომ არ გავხდე, იმიტომ რომ არ მინდა რომ გავხდე, მოვდივარ ხოლმე და მე ვჭამ ბევრს. ვარჯიშის ლეველზე ხარ. ეს კარგი რჩევა არის. მე ანუ დავიწყე, ანუ შევედი პირველზე, ანუ დაწყებითზე, beginners ესე ქვია, თუმცა აი ძალიან ანუ არ მერთულა, მაგრამ ნიცით როგორ არის, იქ სადაც მე დავდივარ, არის კიდე ცალკე გაკვეთილებით, ცალკე ბალანსის, არის ანტისტრესი, აი ზურგზე დატვირთული, აი ზურგის ტკივი, ანუ მე რაც მჭირდება უფრო დრეკადი გახდეს, არის სტრეჩინგის და მაგ ხომ 1-2 კვირა აი ამ კონკრეტულ გაკვეთილებზე დავდივარ. მე ისე მთლიან რაღაც მე თვითონ ვირჩევ რა, როგორც და ხასიათზე მოქმედებს რაღაცნაირად. ფანტასტიკური ხასიათი, როგორი დაღლილიც არ უნდა იყო. ადამიანები ხო გამოდიან ვარჯიშიდან დაღლილები, თქვათ ფიტნესში იღლები ფიზიკურად, აქაც რაღაცი ზოგიერთი იღლება ხოლმე, მაგრამ თუმცა ენდორფინები მაშინაც გამოიყოფა. თუმცა ენდორფინები გამოიყოფა ისეთი დიდი რაოდენობით, ჩემთვის ესეა რომ გამოვდივარ, აი დავფრინავ ხოლმე მაგათაც ამას ეს ძალიან მღენოდი მანქანით და ვიყავი ძალიან კარგად. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზაურობთ ჩვენთან სტუდიაში. მოვუწოდოთ ყველას იმისთვის, რომ იმისკენ რომ იცხოვრონ ცხოვრების ჯანმრთელი წესით, ეს იოგა იქნება თუ რაიმე სხვა სპორტის სახეობა, მე კი გემშვიდობებით ხვალამდე. სულ სხვა თემებით, სულ სხვა სტუმრებით, ხვალ ზუსტად პირველზე შევხვდებით. ნახვამდის.